მოსკოვის სახელმწიფო არქივში 2035 ფონდში ინახება დოკუმენტი, რომელიც არასოდეს არ უნდა არსებულიყო. 1938 წლის თებერვლის 25 რიცხვის საღამოს, როდესაც საქართველოს კომპარტიის ყოფილი ხელმძღვანელები უკვე ლუბიანკის სარდაფებში იყვნენ, სტალინმა პირადად დაწერა ჩანაწერი კანდიდატის შესახებ. არა ოფიციალური დასკვნა, არა პარტიული დოკუმენტი, უბრალო ფურცელი ქაღალდზე, სადაც 5 წინადადებით აღწერილი იყო, თუ რატომ უნდა დაინიშნა კანდიდატ ჩარკვიანი საქართველოს ახალ ლიდერად. ამ ჩანაწერში იყო ფრაზა, რომელიც 35 წლის განმავლობაში დაფარული იყო. ის იცის, როგორ შეასრულოს ბრძანება კითხვების გარეშე. რატომ დაწერა სტალინმა ეს სიტყვები პირადად? რა იცოდა ჩარკვიანმა, რაც სხვებმა არ იცოდნენ? და რატომ გაანადგურეს ეს დოკუმენტი 1952 წელს, სწორედ იმ დღეს, როდესაც სტალინი გარდაიცვალა? 1938 წელი. საქართველოს სისხლში იყო. ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩამოაგდეს ყველა, ვინც ოდესმე ხელმძღვანელობდა რესპუბლიკას. ლავრენტი კარტველიშვილი დახვრიტეს. მამია ორახელაშვილი დახვრიტეს. ბესო ლომინაძე თვითმკვლელობა, თუმცა არქივები ამბობენ სხვა ვერსიას. პირველი მდივნის თანამდებობა გახდა სიკვდილის განაჩენი. ყოველი ახალი დანიშვნა იყო დროებითი, 2 თვე, 3 თვე, 6 თვე, შემდეგ ღამის დაპატიმრება და ლუბიანკის სარდაფი. მაგრამ თებერვლის 25 რიცხვს, როდესაც სტალინმა დარეკა თბილისში, მან თქვა სახელი, რომელიც ყველას გააკვირვა. არა გამოცდილი პარტიული მუშაკი, არა ცნობილი რევოლუციონერი, არა ადამიანი მოსკოვის კავშირებით. კანდიდატ ჩარკვიანი, 35 წლის პარტიული სტაჟით, მაგრამ ყოველთვის მეორე რიგში. რატომ სწორედ ის? ყოფილი NKVD-ის ოფიცერი, რომელიც იმ საღამოს იყო კრემლში, ახსოვს დეტალები, რომლებიც არასოდეს არ მოხვდა ოფიციალურ ოქმებში. სტალინმა 2 საათის განმავლობაში ისაუბრა ბერიასთან დახურულ კაბინეტში, ამბობს ის, ხელები დღემდე უცახცახებს. როდესაც გამოვიდნენ, ბერიას სახე თეთრი იყო. მან თქვა მხოლოდ ერთი ფრაზა, ჩარკვიანი იქნება ის, ვინც გადაარჩენს საქართველოს, ან საბოლოოდ დაამარცხებს მას. რა იყო ამ საუბარში? რა გეგმა შეიმუშავეს ისინი იმ 2 საათში? და რატომ სწორედ ჩარკვიანი უნდა ყოფილიყო ის ადამიანი, რომელსაც ამ გეგმის განხორციელება დაევალა? თბილისში, პარტიის შენობაში, ის საღამო იყო უჩვეულოდ ჩუმი. ყველა მიცოდა, რომ მოსკოვიდან მოდის ბრძანება. ყველა მიცოდა, რომ ახალი დანიშვნა იქნება. მაგრამ არავინ იცოდა, ვინ იქნებოდა შემდეგი. კანდიდატ ჩარკვიანი იმ საღამოს იყო თავის ოფისში, მცირე ოთახი მესამე სართულზე, სადაც ის მუშაობდა როგორც ცეკას მდივანი. მისი თანამშრომლები ამბობენ, რომ ის არ გამოიყურებოდა შეშფოთებული. ის კითხულობდა დოკუმენტებს, აწერდა ხელს ბრძანებებზე. ლაპარაკობდა ტელეფონით. როგორც ჩვეულებრივ. მაგრამ ერთი დეტალი იყო უჩვეულო. მთელი დღის განმავლობაში მან არ დალია არც ერთი ჩიქა წყალი, არ შეჭამა არაფერი, არ გასულა ოთახიდან. თითქოს ელოდა რაღაცას. თითქოს იცოდა, რომ ეს საღამო შეცვლიდა მის ცხოვრებას სამუდამოდ. საღამოს 9 საათზე დარეკა ტელეფონმა. პირდაპირი ხაზი მოსკოვიდან. ჩარკვიანმა აიღო მილი და მოისმინა ხმა, რომელიც ყველა საბჭოთა კავშირში იცნობდა. სტალინის ხმა. საუბარი გაგრძელდა 32 წუთი, ყოფილი ოფიცრები ზუსტად ახსოვთ, რადგან ისინი აკონტროლებდნენ ყველა ზარს. რა ითქვა ამ 32 წუთში? ჩარკვიანმა არასოდეს არ ისაუბრა ამაზე. მაგრამ როდესაც დადო მილი, მისმა თანამშრომლებმა დაინახეს, რომ მისი ხელები ცახცახებდა. არა შიშისგან, ადრენალინისგან. ის იცოდა, რომ ახლა იყო ის მომენტი, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება ემზადებოდა. მაგრამ ვინ იყო ეს ადამიანი, რომელსაც სტალინმა აირჩია ყველაზე საშიშ დროს? რა იყო მის ბიოგრაფიაში? რაც აიძულებდა დიქტატორს ენდო მას უფრო მეტად, ვიდრე ყველა სხვას? და რატომ 34 წლის შემდეგ, როდესაც ჩარკვიანი დაამხეს თანამდებობიდან, მოსკოვის არქივებიდან გაქრა ყველა დოკუმენტი, რომელიც ხსნიდა ამ დანიშვნის ნამდვილ მიზეზებს? 1938 წლის თებერვალი იყო თვე, როდესაც საქართველოში ყოველი დილა იწყებოდა შიშით. ღამის დაპატიმრებები გახდა ნორმა. NKVD-ის შავი მანქანები ჩუმად ჩერდებოდა სახლების წინ 3 და 4 შორის ის საათები, როდესაც ადამიანები ყველაზე ღრმად წინავთ და ყველაზე ნაკლებად არიან მზად წინააღმდეგობისთვის. კარზე ხმამაღალი დაკაკუნება, ბრძანება გახსენით სახელმწიფო უსაფრთხოების სახელით, შემდეგ სწრაფი ჩხრეკა და ადამიანი, რომელიც გუშინ ხელმძღვანელობდა ქარხანას ან რაიონს, უკვე იყო ლუბიანკისკენ მიმავალ მატარებელში.
ოჯახები რჩებოდნენ უპასუხოდ კითხვებთან, სად წაიყვანეს, რატომ? როდის დაბრუნდება? პასუხები არასოდეს მოდიოდა. კანდიდ ჩარკვიანი იცნობდა ამ სისტემას შიგნიდან. ის არ იყო გარეშე დამკვირვებელი, ის იყო ნაწილი მანქანის, რომელიც ახორციელებდა ამ დაპატიმრებებს. როგორც საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანი, ის ხელს აწერდა დოკუმენტებზე, რომლებიც განსაზღვრავდა ადამიანების ბედს. მაგრამ ის არასოდეს არ იყო ის, ვინც იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს. ის იყო შუალედური რგოლი, მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი. სწორედ ეს პოზიცია იყო მისი გადარჩენის გასაღები. ის იყო საკმარისად მაღლა, რომ ენახა მთელი სისტემა, მაგრამ საკმარისად დაბლა, რომ არ ყოფილიყო პირველი სამიზნე, როდესაც რეპრესიები იწყებოდა. 1927 წელს, როდესაც დიდი ტერორი მხოლოდ იწყებოდა, ჩარკვიანი იყო თბილისის რაიონის პარტიული კომიტეტის მდივანი. ის ხედავდა, როგორ იწყებოდა პირველი დაპატიმრებები, ძველი ბოლშევიკები, რომლებიც იცნობდნენ სტალინს ჯერ კიდევ რევოლუციამდე ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ საკუთარი აზრი და არ ეშინოდათ მისი გამოხატვის. ჩარკვიანმა სწრაფად გაიგო მთავარი წესი, არასოდეს გამოხატო საკუთარი აზრი, ყოველთვის დაელოდე ბრძანებას ზემოდან, არასოდეს იყო პირველი, ვინც რაიმეს შესთავაზებს. ეს იყო გადარჩენის სტრატეგია, რომელიც მუშაობდა, როდესაც ირგვლივ ყველა კვდებოდა. მაგრამ 1927 წელს მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. ლავრენტი ბერია დაინიშნა საქართველოს ენკავედის უფროსად. ბერია იყო ადამიანი, რომელიც არ თამაშობდა ძველი წესებით. მას არ აინტერესებდა პარტიული სტაჟი, რევოლუციური წარსული ან პირადი კავშირები. მას აინტერესებდა მხოლოდ ერთი, ვინ შეასრულებდა ბრძანებებს უპირობოდ და ეფექტურად. ბერიამ დაიწყო საქართველოს პარტიული აპარატის სრული გაწმენდა. ძველი კადრები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მათი წარსული იცავდა მათ, აღმოჩნდნენ პირველ რიგში. ბერიას სჭირდებოდა ახალი ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ ძველი კავშირები, ძველი ერთგულება, ძველი იდეები. კანდიდ ჩარკვიანი იყო სწორედ ასეთი ადამიანი. მას ჰქონდა ერთი უნიკალური თვისება, ის არასოდეს არ ეკამათებოდა ბრძანებებს. როდესაც ბერია ითხოვდა რაიმეს, ჩარკვიანი ასრულებდა მას სწრაფად, ჩუმად და ეფექტურად. არა კითხვები, არა ეჭვები, არა მორალური დილემები. ეს იყო ის, რაც ბერიას სჭირდებოდა. 1928 წლის დასაწყისში, როდესაც საქართველოს პარტიული ხელმძღვანელობა უკვე თითქმის მთლიანად იყო დაპატიმრებული, ბერიამ რეკომენდაცია გაუწია ჩარკვიანს მოსკოვში. არა როგორც ლიდერს, ჯერ კიდევ ადრე იყო. როგორც ადამიანს, რომელსაც შეეძლო ენდო. მოსკოვში, კრემლის კაბინეტში, სტალინი ისმენდა ბერიას მოხსენებას საქართველოს მდგომარეობის შესახებ. რესპუბლიკა იყო ქაოსში. ბოლო 2 წლის განმავლობაში შეცვალეს 5 პირველი მდივანი. თითოეული მათგანი ან დახვრიტეს, ან დააპატიმრეს, ან იძულებით აიყვანეს თვითმკვლელობამდე. პარტიული აპარატი იყო დეზორგანიზებული. ადამიანები ეშინოდათ გადაწყვეტილებების მიღების. რადგან ყოველი გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო ბოლო. ეკონომიკა ეცემოდა, რადგან ხელმძღვანელები უფრო ზრუნავდნენ საკუთარ გადარჩენაზე, ვიდრე წარმოების გეგმებზე. სტალინს სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც აღადგენდა წესრიგს. მაგრამ არა ძლიერი ლიდერი, ძლიერი ლიდერები ხდებოდნენ საშიში. სჭირდებოდა ლოიალური აღმასრულებელი. ჩარკვიანი არის ის, რაც გვჭირდება, თქვა ბერიამ იმ შეხვედრაზე, რომლის ოქმები დღემდე დახურულია. ის არ არის ბრწყინვალე, მაგრამ ის არის საიმედო. ის არ არის ქარიზმატული, მაგრამ ის არის მორჩილი. ის არ იქნება ხალხის ლიდერი, მაგრამ ის იქნება თქვენი ლიდერი საქართველოში. სტალინმა მოისმინა და დაფიქრდა. მას სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც არ შეეცდებოდა საკუთარი იმპერიის შექმნას საქართველოში. ადამიანი, რომელიც იცოდა, რომ მისი ძალა მოდიოდა მხოლოდ მოსკოვიდან და რომ ეს ძალა შეიძლებოდა წაერთვა ნებისმიერ მომენტში. ჩარკვიანი იყო სწორედ ასეთი კანდიდატი. მაგრამ იყო კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც არასოდეს არ ითქვა ხმამაღლა. ჩარკვიანი იყო ქართველი, მაგრამ არა ის ტიპის ქართველი, რომელიც ამაყობდა ეროვნული იდენტობით. ის იყო საბჭოთა ადამიანი პირველ რიგში. მისთვის პარტია იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ეროვნება. ეს იყო იშვიათი თვისება საქართველოში, სადაც ეროვნული გრძნობები ყოველთვის იყო ძლიერი. სტალინს სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც არ დაუშვებდა, რომ ეროვნული ინტერესები ჩაედგათ საბჭოთა ინტერესებს. ჩარკვიანი იყო გარანტია, რომ საქართველო დარჩებოდა მყარად საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ იდეოლოგიურადაც.
თებერვლის 25 რიცხვს, როდესაც სტალინმა დარეკა ჩარკვიანს, ის უკვე იყო გადაწყვეტილი. საუბარი იყო მოკლე და კონკრეტული. სტალინმა არ ჰკითხა, სურდა თუ არა ჩარკვიანს ეს თანამდებობა. ის უბრალოდ აცნობა, რომ ხვალ იქნებოდა ოფიციალური გამოცხადება. ჩარკვიანი უნდა ყოფილიყო მზად. მზად იმისთვის, რომ ხელმძღვანელობდა რესპუბლიკას, რომელიც იყო სისხლში. მზად იმისთვის, რომ გაეგრძელებინა რეპრესიები, რადგან ტერორი ჯერ არ იყო დასრულებული. მზად იმისთვის, რომ ყოფილიყო სახე იმ სისტემისა, რომელიც კლავდა ათასობით უდანაშაულო ადამიანს. ჩარკვიანმა უთხრა მხოლოდ ორი სიტყვა: გასაგებია, ამხანაგო სტალინ. როდესაც დადო ტელეფონი, ჩარკვიანი იჯდა თავის ოფისში და აცქერდა ფანჯარას. გარეთ თბილისი იყო ჩუმი და ბნელი. ქალაქი, რომელიც ეშინოდა საკუთარი ჩრდილის. ქალაქი, სადაც ყოველი ოჯახი იცოდა ვიღაცას, ვინც გაქრა ღამის დაპატიმრებაში. ქალაქი, რომელიც ელოდა, როდის დასრულდებოდა ეს კოშმარი. ჩარკვიანმა იცოდა, რომ ის ხდებოდა ამ ქალაქის ხელმძღვანელი. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ის არ იყო ის, ვინც შეაჩერებდა კოშმარს. ის იყო ის, ვინც უზრუნველყოფდა მის გაგრძელებას. ეს იყო მისი როლი. ეს იყო მისი არჩევანი. ან უფრო სწორად, ეს იყო ერთადერთი არჩევანი, რომელიც მას ჰქონდა, თუ სურდა გადარჩენა. მაგრამ რა ფასად მოვიდა ეს გადარჩენა? რა უნდა გაეკეთებინა ჩარკვიანისთვის? რომ შეენარჩუნებინა თავისი პოზიცია? და რამდენი ადამიანის სიცოცხლე დაიხარჯა იმისთვის, რომ ის დარჩენილიყო სტალინის კაცად საქართველოში. თებერვლის 26 რიცხვს, დილის 10 საათზე, თბილისის პარტიის შენობაში მოიწვიეს საგანგებო კრება. ყველა იცოდა, რომ ეს იქნებოდა ოფიციალური გამოცხადება ახალი პირველი მდივნის შესახებ. დარბაზი იყო სავსე, მაგრამ ჩუმი. ის სახის ჩუმება, როდესაც ადამიანები ეშინიათ არა მხოლოდ ის, რასაც ისმენენ, არამედ ის, როგორ რეაგირებენ მასზე. ყოველი რეაქცია, ყოველი სახის გამომეტყველება, ყოველი სიტყვა შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი შემდგომი დაპატიმრებისთვის. ამიტომ ყველა იჯდა უძრავად, სახეები ნეიტრალური, თვალები მიმართული წინ. ბერია შევიდა დარბაზში პირველი. მისი გამოჩენა ყოველთვის იწვევდა ფიზიკურ რეაქციას, ადამიანები უნებლიეთ იწევდნენ, თითქოს ცდილობდნენ გახდნენ უხილავები. ბერია იყო ადამიანი, რომლის ერთი მზერა შეიძლებოდა ყოფილიყო სასჯელი. ის ავიდა ტრიბუნაზე და გახსნა დოკუმენტი. მისი ხმა იყო მშვიდი და ოფიციალური, როდესაც კითხულობდა მოსკოვის გადაწყვეტილებას. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამხანაგი კანდიდ ნესტოროვიჩ ჩარკვიანი ინიშნება საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად. პაუზა. დარბაზში სრული სიჩუმე. შემდეგ ბერიამ დაამატა ფრაზა, რომელიც არ იყო ოფიციალურ დოკუმენტში. ამხანაგი სტალინი პირადად ამტკიცებს ამ დანიშვნას და ენდობა ამხანაგ ჩარკვიანს საქართველოს მომავლის ჩამოყალიბებას. ეს ბოლო ფრაზა იყო გასაღები. პირადად ამტკიცებს ნიშნავდა, რომ ჩარკვიანი არ იყო უბრალოდ ადგილობრივი დანიშვნა. ის იყო მოსკოვის კაცი. ის იყო სტალინის კაცი. ეს ნიშნავდა, რომ ყოველი, ვინც ეწინააღმდეგებოდა ჩარკვიანს, ეწინააღმდეგებოდა თავად სტალინს. და ყველა მიცოდა, რას ნიშნავდა ეს. დარბაზში დაიწყო ტაშისკვრა, არა ენთუზიაზმით. არამედ ვალდებულებით. ყველა ტაშობდა, რადგან არ ტაშისკვრა იქნებოდა საეჭვო. ყველა ტაშობდა იმავე რიტმით, იმავე ინტენსივობით, თითქოს ეს იყო რეპეტიციაზე გავლილი სცენა. ჩარკვიანი შევიდა დარბაზში ბერიას სიტყვების შემდეგ. ის იყო საშუალო სიმაღლის, საშუალო აგებულების, საშუალო გარეგნობის ადამიანი. არაფერი მასში არ იყო გამორჩეული. არც ქარიზმა, არც იმპოზანტურობა, არც ის სახის ძალა, რომელიც ბუნებრივად იზიდავს ადამიანებს. ის გამოიყურებოდა როგორც ბიუროკრატი, არა როგორც ლიდერი. მაგრამ სწორედ ეს იყო მისი ძალა. ის არ იყო საშიში, რადგან არ გამოიყურებოდა საშიშად. ის არ იწვევდა შიშს, რადგან არ გამოიყურებოდა ძლიერად. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ის იყო მარიონეტი, რომელსაც მართავდა მოსკოვი. და ისინი მართალი იყვნენ, მაგრამ ეს მარიონეტი იყო ძალიან ეფექტური. ჩარკვიანის სიტყვა იყო მოკლე. ის არ საუბრობდა დიდი გეგმების შესახებ, არ აღფრთოვანებდა აუდიტორიას. არ აძლევდა დაპირებებს ბრწყინვალე მომავლის შესახებ. ის თქვა მხოლოდ ის, რაც უნდა ეთქვა, მე ვიღებ ამ თანამდებობას დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით. ჩვენი მთავარი ამოცანაა პარტიის ხაზის განხორციელება, რომელსაც განსაზღვრავს ამხანაგი სტალინი.
ჩვენ უნდა გავწმინდოთ ჩვენი რიგები მტრებისგან, გავაძლიეროთ საბჭოთა ხელისუფლება და უზრუნველყოთ საქართველოს წინსვლა სოციალიზმისკენ. სტანდარტული ფრაზები, სტანდარტული რიტორიკა. მაგრამ ერთი ფრაზა იყო განსხვავებული. მე ვიცი, რომ ბევრი ჩვენგანი დაიღალა ბოლო წლების მოვლენებით. მაგრამ ჩვენ უნდა გავიგოთ, გაწმენდა არის აუცილებელი, რომ ავაშენოთ ახალი საზოგადოება. ეს ფრაზა იყო სიგნალი. ჩარკვიანი არ აპირებდა რეპრესიების შეჩერებას. ის აპირებდა მათ გაგრძელებას, მაგრამ უფრო ორგანიზებულად. ის არ იყო რადიკალი, რომელიც სიამოვნებით კლავდა. ის იყო ადმინისტრატორი, რომელიც ასრულებდა ბრძანებებს. ეს იყო განსხვავება, რომელიც ხდიდა მას კიდევ უფრო საშიშს. რადიკალები შეიძლებოდა გაჩერებულიყვნენ, როდესაც მათი ენთუზიაზმი ამოიწურებოდა. მაგრამ ადმინისტრატორები აგრძელებდნენ მუშაობას დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე ემოციების გარეშე, დაღლილობის გარეშე, ეჭვების გარეშე. კრების შემდეგ ჩარკვიანი გადავიდა თავის ახალ ოფისში, პირველი მდივნის კაბინეტი მეორე სართულზე. ეს იყო დიდი ოთახი ორი ფანჯრით, რომლებიც უყურებდნენ რუსთაველის გამზირს. მაგიდა იყო მასიური, მუქი ხის ისეთი, რომელიც ქმნიდა დისტანციას ვიზიტორებთან. კედლებზე ეკიდა სტალინის პორტრეტი და საქართველოს რუკა. არაფერი პირადი, არაფერი, რაც მიუთითებდა ინდივიდუალურობაზე. ეს იყო ოფისი, რომელიც შეიძლებოდა ეკუთვნოდა ნებისმიერ საბჭოთა ფუნქციონერს ნებისმიერ რესპუბლიკაში. ჩარკვიანი მოიწონა ეს. ის არ სურდა გამორჩეულიყო. ის სურდა იყოს ნაწილი სისტემისა, არა მისი ლიდერი. პირველი დოკუმენტი, რომელიც მოხვდა მის მაგიდაზე, იყო სიადაპატიმრებულთა, რომლებიც ელოდნენ განაჩენს. 232 სახელი. პარტიული მუშაკები, ინტელიგენცია, სამხედროები, მღვდლები, მეწარმეები. ყოველი სახელის გვერდით იყო მოკლე დახასიათება: ტროცკისტი, ეროვნული დევიაციონისტი, საბჭოთა ხელისუფლების მტერი, ხალხის მტერი. ჩარკვიანმა წაიკითხა სიაყურადღებით. ის იცნობდა ზოგიერთ ამ ადამიანს პირადად. ზოგიერთი მათგანი იყო მისი ყოფილი კოლეგა. მაგრამ ახლა ისინი იყვნენ სახელები ქაღალდზე, რომლებიც ელოდნენ მის ხელმოწერას. ჩარკვიანმა აიღო კალამი და დაიწყო ხელმოწერა. ერთი ხელმოწერა, მეორე, მესამე. ის არ ჩერდებოდა, არ ფიქრობდა, არ ეჭვობდა. ის უბრალოდ აწერდა ხელს, რადგან ეს იყო მისი სამუშაო. როდესაც დაასრულა, მან დარეკა თავის მდივანს და უბრძანა: გაგზავნეთ ეს ენკავეთში დღეს. მდივანმა აიღო დოკუმენტები და გავიდა. ჩარკვიანი დარჩა მარტო თავის ოფისში. ის აცქერდა ფანჯარას, სადაც თბილისი აგრძელებდა ცხოვრებას, ადამიანები დადიოდნენ ქუჩებში, ტრამვაები მოძრაობდნენ. მაღაზიები მუშაობდნენ. ჩვეულებრივი დღე ჩვეულებრივ ქალაქში. მაგრამ ამ ქალაქში, ამ დღეს 232 ადამიანის ბედი იყო გადაწყვეტილი ერთი ხელმოწერით. და ჩარკვიანი იყო ის, ვინც დადო ეს ხელმოწერა. ის არ გრძნობდა მწუხარებას, არ გრძნობდა სინანულს, არ გრძნობდა ბრალს. ის გრძნობდა მხოლოდ ერთს, რომ ის ასრულებდა თავის მოვალეობას. მაგრამ რა იყო ეს მოვალეობა? უბრალოდ ხელმოწერა დოკუმენტებზე? თუ რაღაც მეტი? და როდის გახდა ჩარკვიანი არა მხოლოდ აღმასრულებელი, არამედ აქტიური მონაწილე იმ სისტემაში, რომელიც კლავდა მის საკუთარ ხალხს. 1938 წლის მარტი იყო თვე, როდესაც ჩარკვიანმა გაიგო, რომ პირველი მდივნის თანამდებობა არ იყო მხოლოდ ადმინისტრაციული პოზიცია. ეს იყო როლი, რომელიც მოითხოვდა აქტიურ მონაწილეობას რეპრესიებში. მოსკოვიდან მოდიოდა ბრძანებები, რომლებიც მოითხოვდა კონკრეტულ რიცხვებს, რამდენი ადამიანი უნდა დაპატიმრებულიყო, რამდენი უნდა დახვრეტილიყო, რამდენი უნდა გაგზავნილიყო ბანაკებში. ეს იყო გეგმები, ისევე როგორც ეკონომიკური გეგმები. და ჩარკვიანის სამუშაო იყო ამ გეგმების შესრულება. პირველი დიდი ტესტი მოვიდა მარტის მე-15 რიცხვს. მოსკოვიდან მოვიდა ბრძანება, საქართველოში უნდა დაპატიმრებულიყო 1500 ადამიანი შემდეგი 2 თვის განმავლობაში. ეს იყო კვოტა, რომელიც უნდა შესრულებულიყო. ჩარკვიანმა მოიწვია ენკავედის ხელმძღვანელობა და პარტიის სხვადასხვა რაიონის მდივნები. შეხვედრა გაიმართა დახურულ კაბინეტში, არანაირი ოქმის გარეშე. ჩარკვიანმა განუმარტა მათ ამოცანა, მოსკოვი მოითხოვს 1500 ადამიანს. ეს არის ჩვენი გეგმა. ყოველი რაიონი უნდა წარმოადგინოს თავისი კვოტა. მე არ მაინტერესებს, როგორ იპოვით ამ ადამიანებს. მე მაინტერესებს მხოლოდ ერთი, რომ გეგმა შესრულდეს. ეს იყო მომენტი, როდესაც ჩარკვიანი გადავიდა ხაზს.
ის აღარ იყო უბრალოდ ის, ვინც აწერდა ხელს დოკუმენტებზე, რომლებსაც სხვები ამზადებდნენ. ის გახდა ის, ვინც აყენებდა კონკრეტულ მიზნებს, ვინც მოითხოვდა შედეგებს, ვინც აკონტროლებდა შესრულებას. რაიონის მდივნები გავიდნენ შეხვედრიდან და იცოდნენ, რომ მათ უნდა ეპოვათ მტრები. არ აქვთ მნიშვნელობა, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები რეალურად მტრები. მნიშვნელობა ჰქონდა მხოლოდ რიცხვებს. 1500. ეს იყო გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო. შემდეგი 2 თვის განმავლობაში საქართველოში დაიწყო ახალი ტალღა დაპატიმრებების. მაგრამ ახლა ეს იყო უფრო სისტემატური. NKVD-ის ოფიცრები მუშაობდნენ სიებით, რომლებსაც ამზადებდნენ რაიონის პარტიული კომიტეტები. ყოველი რაიონი ცდილობდა შეესრულებინა თავისი კვოტა. ზოგიერთი რაიონი აჭარბებდა კიდეც კვოტას, იმედით, რომ ეს გამოიწვევდა მოწონებას მოსკოვიდან. ადამიანები დაპატიმრდნენ არა იმიტომ, რომ რაიმე დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, არამედ იმიტომ, რომ ისინი უნდა შესულიყვნენ რიცხვებში. ყოფილი კულაკები, რელიგიური აქტივისტები, ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ნათესავები საზღვარგარეთ. ადამიანები, რომლებიც ოდესმე გამოხატავდნენ ეჭვს საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, ყველა ისინი გახდნენ სამიზნეები. ჩარკვიანი აკონტროლებდა ამ პროცესს ყოველდღიურად. ის იღებდა ანგარიშებს ყოველი რაიონიდან, რამდენი დაპატიმრდა, რამდენი ელოდება განაჩენს, რამდენი უკვე დახვრეტილია. ის ინახავდა ამ ანგარიშებს თავის სეიფში, რომელიც იყო მის ოფისში. ყოველ კვირას ის აგზავნიდა შეჯამებულ ანგარიშს მოსკოვში, სადაც აჩვენებდა პროგრესს გეგმის შესრულებაში. ეს იყო მისი სამუშაო. ეს იყო ის, რისთვისაც მას იხდიდნენ ხელფასს. ეს იყო ის, რისთვისაც სტალინმა აირჩია ის. მაგრამ იყო მომენტები, როდესაც ჩარკვიანი ხვდებოდა, რომ ის აკეთებდა რაღაც, რაც სცილდებოდა უბრალოდ ბრძანებების შესრულებას. ერთხელ აპრილის ბოლოს მას მოუტანეს საქმე ადამიანის, რომელიც იყო მისი ძველი მეგობარი, ადამიანი, რომელთანაც ერთად მუშაობდა 30-იან წლებში. რომელთანაც იზიარებდა იმედებს ახალი საზოგადოების შესახებ. ახლა ეს ადამიანი იყო ბრალდებული ტროცკისტულ საქმიანობაში. ჩარკვიანმა წაიკითხა საქმე. ის იცოდა, რომ ბრალდებები იყო ყალბი. ის იცოდა, რომ ეს ადამიანი არასოდეს არ ყოფილა ტროცკისტი. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ თუ ის ხელს არ მოაწერდა განაჩენს, ეს იქნებოდა სიგნალი, რომ ის თავად ეჭვქვეშ დგებოდა. ჩარკვიანმა აიღო კალამი და დაწერა თავის დასკვნაში, ბრალდებები დასტურდება მტკიცებულებებით. თვლი, რომ ბრალდებული იმსახურებს უმაღლეს ღონისძიებას. უმაღლესი ღონისძიება იყო ევფემიზმი სიკვდილით დასჯისთვის. ჩარკვიანმა მოაწერა ხელი და დადო დოკუმენტი თავის მდივანს. მან არ უთხრა არაფერი, არ გამოხატა არანაირი ემოცია. ის უბრალოდ გააგრძელა მუშაობა შემდეგ დოკუმენტზე. მაგრამ იმ საღამოს, როდესაც დაბრუნდა სახლში, მან პირველად დალია ვოდკა. ის არ იყო მსმელი ადამიანი, მაგრამ იმ საღამოს მას სჭირდებოდა რაღაც, რაც დააჩუმებდა ხმებს მის თავში. მაისის დასაწყისში მოვიდა ანგარიში მოსკოვიდან, საქართველომ შეასრულა გეგმა. 1500 ადამიანი დაპატიმრდა. ჩარკვიანმა მიიღო მილოცვა ბერიასგან და პირადი წერილი სტალინისგან. წერილში სტალინი აღნიშნავდა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი რესპუბლიკა, რომელმაც შეასრულა გეგმა დროულად და ეფექტურად. ეს იყო აღიარება, რომელიც ნიშნავდა, რომ ჩარკვიანი იყო სწორ გზაზე. ის იყო სტალინის კაცი და ის ამტკიცებდა ამ სტატუსს ყოველდღიურად. მაგრამ რა ფასად მოდიოდა ეს აღიარება? რამდენი ადამიანის სიცოცხლე დაიხარჯა იმისთვის, რომ ჩარკვიანი მიეღო ეს წერილი სტალინისგან? და როგორ ცხოვრობდა ის ამ ცოდნით, რომ მისი კარიერა აშენებული იყო ათასობით უდანაშაულო ადამიანის სისხლზე? 1938 წლის ზაფხული იყო პერიოდი, როდესაც ჩარკვიანმა გაიგო, რომ რეპრესიები არ იყო მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი. ისინი იყო ასევე ეკონომიკური ინსტრუმენტი. დაპატიმრებული ადამიანები გაიგზავნებოდნენ შრომით ბანაკებში, სადაც ისინი მუშაობდნენ სახელმწიფო პროექტებზე, მაღაროები, მშენებლობები, ტყის ჭრა. ეს იყო უფასო შრომა, რომელიც აძლევდა საბჭოთა ეკონომიკას უზარმაზარ რესურსს. საქართველოდან ათასობით ადამიანი გაიგზავნა ყაზახეთში, სიბირში, ჩრდილოეთ რუსეთში. ბევრი მათგანი არასოდეს დაბრუნდა. ჩარკვიანი იყო ის, ვინც აწერდა ხელს ტრანსპორტირების ბრძანებებზე. ის იცოდა, სად მიდიოდნენ ეს ადამიანები. ის იცოდა, რა პირობები ელოდათ მათ იქ. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ეს იყო სისტემის ნაწილი, რომელსაც ის ემსახურებოდა. ერთხელ ივნისში მას ესტუმრა დელეგაცია მოსკოვიდან, ოფიცრები, რომლებიც აკონტროლებდნენ შრომით ბანაკების სისტემას.
ისინი მოითხოვდნენ მეტ მუშახელს კონკრეტული პროექტისთვის ურალში. მათ სჭირდებოდათ 500 ადამიანი დამატებით. ჩარკვიანმა დაპირდა, რომ 2 კვირის განმავლობაში მოამზადებდა ამ რიცხვს. როგორ იპოვა ჩარკვიანმა ეს 500 ადამიანი? ის უბრალოდ გასცა ბრძანება რაიონის მდივნებს მოამზადეთ ახალი სიები. ამჯერად კრიტერიუმები იყო კიდევ უფრო ფართო. არა მხოლოდ პოლიტიკური მტრები, არამედ ასევე სოციალურად საშიში ელემენტები, ყოფილი კრიმინალები, უმუშევრები, ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ მუდმივი საცხოვრებელი. ეს იყო კატეგორიები, რომლებიც მოიცავდნენ ათასობით ადამიანს. რაიონის მდივნებმა შეადგინეს სიები და 2 კვირის განმავლობაში 530 ადამიანი დაპატიმრდა. ჩარკვიანმა გაგზავნა ანგარიში მოსკოვში, გეგმა შესრულებულია, მუშახელი მზადაა ტრანსპორტირებისთვის. ეს იყო რუტინა, რომელიც გახდა ნორმალური. ყოველთვის მოდიოდა ახალი მოთხოვნები მოსკოვიდან, მეტი ადამიანი, მეტი მუშახელი, მეტი გაწმენდა. და ყოველთვის ჩარკვიანი ასრულებდა ამ მოთხოვნებს. ის გახდა ექსპერტი ამ სისტემაში. ის იცოდა, როგორ ეპოვა ადამიანები, როგორ შეედგინა საქმეები. როგორ გაემართლებინა დაპატიმრებები. ის იყო ეფექტური ადმინისტრატორი, რომელიც მართავდა რეპრესიების მანქანას ისევე, როგორც სხვა ადმინისტრატორი მართავდა ქარხანას ან ფერმას. მაგრამ ივლისში მოხდა რაღაც, რამაც აჩვენა, რომ ჩარკვიანი არ იყო მხოლოდ ცივი ბიუროკრატი. ერთ-ერთ რაიონში დაპატიმრდა ადამიანი, რომელიც იყო ცნობილი პოეტი, ადამიანი, რომელიც წერდა ლექსებს საქართველოს შესახებ, ქართული კულტურის შესახებ. მისი დაპატიმრება გამოიწვია რეაქცია ინტელიგენციის წრეებში. ჯგუფმა მწერლებმა და მხატვრებმა მიმართეს ჩარკვიანს წერილით, სადაც ითხოვდნენ პოეტის გათავისუფლებას. ისინი ამტკიცებდნენ, რომ პოეტი იყო ლოიალური საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, რომ მისი ლექსები არ შეიცავდა არაფერ ანტისაბჭოურს. ჩარკვიანმა მიიღო ეს წერილი და მოიწვია ხელმომწერები თავის ოფისში. შეხვედრა გაიმართა დახურულ კაბინეტში. ჩარკვიანმა მოусმინა მათ არგუმენტებს და შემდეგ თქვა რაღაც, რაც აჩვენებდა მის ნამდვილ ბუნებას. თქვენ ფიქრობთ, რომ ლექსები არის უბრალოდ სიტყვები. მაგრამ სიტყვები არის იარაღი. და ეს იარაღი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენს წინააღმდეგ. თქვენი მეგობარი წერდა ლექსებს საქართველოს შესახებ. მაგრამ რა საქართველოს შესახებ? საბჭოთა საქართველოს თუ ბურჟუაზიული საქართველოს? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გაეცეს. წერლები გავიდნენ შეხვედრიდან და იცოდნენ, რომ მათი მეგობარი არ გათავისუფლდებოდა. პოეტი დახვრიტეს 2 კვირის შემდეგ. ეს ინციდენტი აჩვენა, რომ ჩარკვიანი არ იყო მხოლოდ ის, ვინც ასრულებდა ბრძანებებს. ის იყო ასევე ის, ვინც იზიარებდა იდეოლოგიას, რომელიც ამართლებდა ამ ბრძანებებს. ის რწმენა, რომ რეპრესიები იყო აუცილებელი საბჭოთა სახელმწიფოს დასაცავად. ის რწმენა, რომ ყოველი, ვინც არ იყო სრულიად ლოიალური, იყო პოტენციური მტერი. ეს იყო მსოფლმხედველობა, რომელიც არ ტოვებდა ადგილს ნაცრისფერ ზონებს. ყველაფერი იყო შავი ან თეთრი, მეგობარი ან მტერი. ლოიალური ან ღალატი. აგვისტოში ჩარკვიანმა მიიღო მეორე პირადი წერილი სტალინისგან. ამჯერად სტალინი აღნიშნავდა, რომ საქართველო იყო მაგალითი სხვა რესპუბლიკებისთვის, როგორ უნდა განხორციელდეს გაწმენდა ეფექტურად და სისტემატურად. ჩარკვიანმა ინახა ეს წერილი თავის სეიფში, როგორც ყველაზე ძვირფასი დოკუმენტი. ეს იყო დადასტურება, რომ ისაკეთებდა სწორ საქმეს. ეს იყო დადასტურება, რომ მისი მსხვერპლი, მისი მორალური კომპრომისები, მისი ღამის კოშმარები, მისი იზოლაცია ყველა ძველი მეგობრისგან არ იყო ამაო. მაგრამ რა იყო ეს მსხვერპლი? რა კარგავდა ჩარკვიანი ყოველდღე, როდესაც აწერდა ხელს კიდევ ერთ სიკვდილის განაჩენზე? და იყო თუ არა მომენტი, როდესაც ის ჩერდებოდა და ფიქრობდა, ღირს თუ არა ეს ყველაფერი. სექტემბერში 1938 წელს ჩარკვიანმა პირველად იგრძნო, რომ რეპრესიების მანქანა იწყებდა საკუთარი ლოგიკით მუშაობას. მოსკოვიდან აღარ მოდიოდა კონკრეტული კვოტები, ახლა ბრძანებები იყო უფრო ზოგადი, გააძლიერეთ ბრძოლა მტრებთან, გაწმინდეთ პარტიული რიგები, აღმოფხვრათ ყველა საეჭვო ელემენტი. ეს ნიშნავდა, რომ ადგილობრივ ხელმძღვანელებს ეძლეოდათ თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღებაში. და ეს თავისუფლება იყო საშიში, რადგან ყოველი ადგილობრივი ხელმძღვანელი ცდილობდა აჩვენოს მეტი ლოიალობა, ვიდრე სხვები. რაიონის მდივნები იწყებდნენ შეჯიბრს, ვინ დააპატიმრებდა მეტ მტერს, ვინ გაწმენდა თავის ტერიტორიას უფრო რადიკალურად. ჩარკვიანი ხედავდა ამ პროცესს და ესმოდა, რომ ის გადიოდა კონტროლიდან. მაგრამ ის ვერაფერს აკეთებდა, რადგან ნებისმიერი მცდელობა შეენელებინა რეპრესიები შეიძლებოდა ყოფილიყო ინტერპრეტირებული როგორც მტრების დაცვა.
ამიტომ ის უბრალოდ აგრძელებდა ხელმოწერას დოკუმენტებზე, რომლებიც მოდიოდა მის მაგიდაზე, ყოველდღე მეტი და მეტი. ერთ დღეს, სექტემბრის ბოლოს, მისმა მდივანმა მოუტანა საქმე, რომელიც იყო განსხვავებული. ეს იყო საქმე ადამიანის, რომელიც მუშაობდა თავად პარტიის აპარატში, ახალგაზრდა ოფიცერი, რომელიც იყო პასუხისმგებელი კადრების განყოფილებაში. ბრალდება იყო სტანდარტული, კავშირი მტრებთან, საეჭვო ქცევა. მაგრამ ჩარკვიანმა იცოდა ეს ადამიანი პირადად. ის იყო ერთ-ერთი იმ ახალგაზრდებისგან, რომლებიც მოვიდნენ პარტიაში 30-იან წლებში სავსე იდეალიზმით და რწმენით. ის მუშაობდა 52 საათის კვირაში, არასოდეს არ უჩივლია, ყოველთვის იყო პირველი, ვინც მოდიოდა ოფისში და ბოლო, ვინც ტოვებდა მას. ჩარკვიანმა წაიკითხა საქმე ყურადღებით. ბრალდებები ეფუძნებოდა ერთადერთ მტკიცებულებას, ამ ახალგაზრდას ჰყავდა ბიძა, რომელიც ცხოვრობდა პარიზში და რომელიც ემიგრირებული იყო რევოლუციის შემდეგ. ახალგაზრდამ არასოდეს არ იცოდა ამ ბიძის შესახებ, არასოდეს არ ჰქონია მასთან კონტაქტი. მაგრამ ენკავედის ლოგიკით ეს ოჯახური კავშირი იყო საკმარისი. რომ ის გამხდარიყო საეჭვო. ჩარკვიანმა დადო საქმე და დაფიქრდა. ეს იყო მომენტი, როდესაც მას შეეძლო ჩაერია. მას შეეძლო დაეწერა, რომ ბრალდებები იყო არასაკმარისი, რომ ეს ადამიანი იმსახურებდა მეტ გამოძიებას. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ასეთი ჩარევა შეიძლებოდა ყოფილიყო საშიში მისთვის თავად. ჩარკვიანმა აიღო კალამი და დაწერა, ბრალდებები საჭიროებს დამატებით შემოწმებას. გადაიტანეთ საქმე სპეციალურ კომისიაში. ეს იყო კომპრომისი, ის არ ათავისუფლებდა ახალგაზრდას, მაგრამ ის ასევე არ აწერდა ხელს მის დაუყოვნებელ დახვრეტაზე. ის აძლევდა მას შანსს, რომ დამატებითი გამოძიება არაფერს აღმოაჩენდა და საქმე დაიხურებოდა. მაგრამ 2 კვირის შემდეგ საქმე დაბრუნდა მის მაგიდაზე ახალი ჩანაწერით, დამატებითმა გამოძიებამ დაადასტურა ბრალდებები. ჩარკვიანმა იცოდა, რომ ეს იყო ყალბი. მაგრამ ახლა მას აღარ ჰქონდა არჩევანი. ის მოაწერა ხელი განაჩენს. 2 დღის შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერი დახვრიტეს. ჩარკვიანმა გაიგო ამის შესახებ რუტინული ანგარიშიდან, რომელიც მოდიოდა ენკავედიდან ყოველ დილას. ის იყო მხოლოდ ერთი სახელი სიაში 30 სხვა სახელის შორის. მაგრამ ამ სახელმა რაღაც შეეხო ჩარკვიანში. იმ საღამოს, როდესაც დაბრუნდა სახლში, მან ვერ დაიძინა. ის წოლაში ითვა და ფიქრობდა იმ ახალგაზრდაზე, როგორ მუშაობდა ის, როგორ სჯეროდა საბჭოთა იდეალებში, როგორ ფიქრობდა, რომ ის აშენებდა ახალ საზოგადოებას. და როგორ მოკვდა ის, რადგან ჰყავდა ბიძა, რომელსაც არასოდეს არ უნახავს. ეს იყო პირველი ღამე, როდესაც ჩარკვიანმა ვერ დაიძინა. მაგრამ ეს არ იყო ბოლო. შემდეგი თვეების განმავლობაში ასეთი ღამეები გახდა უფრო ხშირი. ის იცვა ბნელში და ხედავდა სახეებს, ადამიანები, რომლებზეც მან მოაწერა ხელი. ზოგიერთი მათგანი იყო უცნობი. მხოლოდ სახელები დოკუმენტებში. მაგრამ ზოგიერთი იყო ნაცნობი, ძველი კოლეგები, ყოფილი მეგობრები, ადამიანები, რომლებთანაც ერთად მუშაობდა წლების განმავლობაში. ყველა მათგანი ახლა იყო მკვდარი და ყველა მათგანის სიკვდილში იყო ჩარკვიანის ხელმოწერა. ოქტომბერში მოვიდა ბრძანება, რომელიც აჩვენებდა, რომ რეპრესიები იღებდა ახალ მიმართულებას. მოსკოვი მოითხოვდა გაწმენდას ეროვნულ უმცირესობებში, სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები, რომლებიც ცხოვრობდნენ საქართველოში. ლოგიკა იყო, რომ ეს ადამიანები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მეხუთე კოლონა, ადამიანები, რომლებიც ლოიალურები იყვნენ არა საბჭოთა კავშირის, არამედ თავიანთი ეთნიკური ჯგუფების მიმართ. ჩარკვიანმა მიიღო ეს ბრძანება და იცოდა, რომ ის უნდა შეესრულებინა. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ეს იქნებოდა განსაკუთრებით საშიში. რადგან შეიძლებოდა გამოეწვია ეთნიკური დაძაბულობა. ჩარკვიანმა მოიწვია რაიონის მდივნები და მისცა მათ ინსტრუქციები, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილები. ჩვენ არ ვაპირებთ მასობრივ დაპატიმრებებს ეროვნული ნიშნით. ჩვენ დავაპატიმრებთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ბრალდებები, კავშირი უცხო სახელმწიფოებთან, ანტისაბჭოური აგიტაცია, საბოტაჟი. მაგრამ ჩვენ უნდა შევასრულოთ გეგმა. ეს იყო კიდევ ერთი კომპრომისი, ჩარკვიანი ცდილობდა შეენელებინა პროცესი, მაგრამ არა შეეჩერებინა ის. მან იცოდა, რომ თუ ის სრულად უარს ითხოვდა ბრძანების შესრულებაზე, ის თავად გახდებოდა სამიზნე. შემდეგი 2 თვის განმავლობაში დაპატიმრდა 230 ადამიანი სომხური, აზერბაიჯანული და ოსური წარმოშობის. ეს იყო ნაკლები, ვიდრე მოსკოვი მოელოდა, მაგრამ ჩარკვიანმა გაამართლა ეს რიცხვი იმით, რომ საქართველოში ეროვნული უმცირესობები იყვნენ უფრო ინტეგრირებულები, ვიდრე სხვა რესპუბლიკებში. მოსკოვმა მიიღო ეს ახსნა.
მაგრამ გაგზავნა გაფრთხილება, თუ მომავალში აღმოჩნდებოდა, რომ ჩარკვიანი იყო ზედმეტად ტკბილი, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო პრობლემა. ნოემბერში ჩარკვიანმა მიიღო მოწვევა მოსკოვში, პირველი ოფიციალური ვიზიტი როგორც პირველი მდივნის. ის იცოდა, რომ ეს იყო ტესტი. მოსკოვი სურდა დაენახა, ვინ იყო ის ადამიანი, რომელსაც სტალინმა აირჩია საქართველოს ხელმძღვანელად. ჩარკვიანი ემზადებოდა ამ ვიზიტისთვის 2 კვირის განმავლობაში. ის ამზადებდა ანგარიშებს, სტატისტიკას, დოკუმენტებს, რომლებიც აჩვენებდნენ, რომ საქართველო იყო წარმატებული რეპუბლიკა, ეკონომიკური მაჩვენებლები იზრდებოდა, რეპრესიები ხორციელდებოდა ეფექტურად, პარტიული რიგები იყო გაწმენდილი. მოსკოვში, კრემლის კაბინეტში, ჩარკვიანი პირველად შეხვდა სტალინს პირისპირ. შეხვედრა გაგრძელდა 50 წუთს. სტალინი იჯდა თავის მაგიდასთან და ეწეოდა ჩიბუხს, ხოლო ჩარკვიანი დგას და აცნობდა ანგარიშს. სტალინი არ აჩერებდა მას, არ სვამდა კითხვებს. ის უბრალოდ უსმენდა. თვალები ნახევრად დახუჭული, სახე გამოუხატავი. როდესაც ჩარკვიანმა დაასრულა, სტალინმა თქვა მხოლოდ ერთი ფრაზა: კარგი. გააგრძელე ასე. ეს იყო ყველაფერი. არა მილოცვა, არა კრიტიკა, არა რჩევები. მხოლოდ დადასტურება, რომ ჩარკვიანი აკეთებდა სწორ საქმეს. მაგრამ როდესაც ჩარკვიანი გამოდიოდა კაბინეტიდან, ბერია ელოდა მას ტელეფონში. ის მიიყვანა ჩარკვიანი ცალკე ოთახში და ისაუბრა მასთან უფრო გულახდილად: შენ კარგად მუშაობ, კანდიდ. მაგრამ არ დაივიწყო, შენი პოზიცია არის დროებითი. ყველა პოზიცია არის დროებითი. შენ რჩები იქ, სანამ შენ ხარ სასარგებლო. როდესაც შენ აღარ იქნები სასარგებლო, შენ შეიცვლები. ეს არის წესი. და ეს წესი ვრცელდება ყველაზე. ეს იყო გაფრთხილება, რომელიც ჩარკვიანმა გაიგო ძალიან კარგად. ის არ იყო უსაფრთხო. არავინ იყო უსაფრთხო. ის იყო სასარგებლო ახლა, მაგრამ ხვალ შეიძლებოდა გახდარიყო ზედმეტი. დაბრუნებულმა თბილისში, ჩარკვიანმა გააგრძელა თავისი სამუშაო კიდევ უფრო ინტენსიურად. ის იცოდა, რომ ის უნდა ეჩვენებინა შედეგები, რომ ის უნდა დარჩენილიყო სასარგებლო. დეკემბერში ის ინიცირებდა ახალ კამპანიას გაწმენდას სასოფლო რაიონებში. ლოგიკა იყო, რომ სოფლებში ჯერ კიდევ იყვნენ კულაკური ელემენტები, რომლებიც აბრკოლებდნენ კოლექტივიზაციას. ჩარკვიანმა გასცა ბრძანება, ყოველ რაიონში უნდა იდენტიფიცირებულიყო მინიმუმ 30 კულაკი და დაპატიმრებულიყო. ეს იყო ახალი კვოტა, რომელიც უნდა შესრულებულიყო ახალი წლის დაწყებამდე. რაიონის მდივნებმა შეასრულეს ეს ბრძანება, მაგრამ ბევრ შემთხვევაში კულაკები იყვნენ უბრალოდ ფერმერები, რომლებსაც ჰქონდათ ცოტა მეტი მიწა ან პირუტყვი ვიდრე სხვებს. ისინი არ იყვნენ მდიდრები, არ იყვნენ ექსპლუატატორები. ისინი იყვნენ უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ გადარჩენას. მაგრამ სისტემას სჭირდებოდა მტრები. და ეს ადამიანები გახდნენ ეს მტრები. 1938 წლის ბოლოსთვის საქართველოში დაპატიმრებული იქნა კიდევ 650 ადამიანი. ახალი წლის წინა საღამოს ჩარკვიანი იჯდა თავის ოფისში მარტო. გარეთ თბილისი ზეიმობდა, ადამიანები ქუჩებში იყვნენ, მუსიკა ისმოდა, ფეიერვერკები ფეთქდებოდა. მაგრამ ჩარკვიანის ოფისში იყო ჩუმი. ის უყურებდა დოკუმენტებს თავის მაგიდაზე, ანგარიშები, სტატისტიკას, სიები. 1938 წლის განმავლობაში მისი ხელმოწერით დაპატიმრდა 2530 ადამიანი. მათგან 1230 დახვრიტეს. დანარჩენები გაიგზავნეს ბანაკებში. ეს იყო შედეგები, რომლებზეც მოსკოვი აფასებდა მას. ეს იყო შედეგები, რომლებზეც ის იყო სტალინის კაცი. მაგრამ რა ფასად მოვიდა ეს სტატუსი? ჩარკვიანი უყურებდა ფანჯარას და ხედავდა ქალაქს, რომელიც ზეიმობდა. ადამიანები, რომლებიც არ იცოდნენ, რომ მათი ხელმძღვანელი იყო ადამიანი, რომელიც ხელს აწერდა სიკვდილის განაჩენებზე ყოველ დღე. ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ისინი ცხოვრობდნენ ნორმალურ საზოგადოებაში, სადაც კანონი მუშაობდა, სადაც სამართლიანობა არსებობდა. მაგრამ ჩარკვიანმა იცოდა სიმართლე, ისინი ცხოვრობდნენ საზოგადოებაში, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეიძლებოდა გამხდარიყო, მტერი ერთი ღამით, სადაც ნებისმიერი ოჯახი შეიძლებოდა განადგურებულიყო ერთი ხელმოწერით. და ის იყო ის, ვინც აწერდა ამ ხელმოწერებს. ის იყო ის, ვინც აკეთებდა ამ სისტემას შესაძლებელს. ის იყო სტალინის კაცი საქართველოში. მაგრამ რა ნიშნავდა ეს? იყო თუ არა ის ლიდერი, თუ მხოლოდ აღმასრულებელი? იყო თუ არა ის პასუხისმგებელი იმ ყველაფერზე, რაც ხდებოდა, თუ ის იყო მხოლოდ ბორბალი დიდ მანქანაში?
და თუ ის იყო მხოლოდ ბორბალი, ხომ არ ათავისუფლებდა ეს მას პასუხისმგებლობისგან? ეს იყო კითხვები, რომლებზეც ჩარკვიანს არასოდეს არ ეპასუხა. ის უბრალოდ აგრძელებდა მუშაობას დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე, რადგან ეს იყო ერთადერთი გზა გადარჩენისთვის. რადგან ეს იყო ერთადერთი როლი, რომელიც მას შეეძლო ეთამაშა იმ სისტემაში, რომელშიც ის ცხოვრობდა. და რადგან ღრმად შიგნით ის ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ ისაკეთებდა სწორ საქმეს, რომ რეპრესიები იყო აუცილებელი, რომ მსხვერპლი იყო გამართლებული, რომ მომავალი იქნებოდა უკეთესი, თუ ისინი გაწმენდნენ ყველა მტერს ახლა. მაგრამ იყო თუ არა ეს რწმენა ნამდვილი? თუ ეს იყო მხოლოდ გამართლება, რომელიც ჩარკვიანი ამბობდა საკუთარ თავს ყოველ ღამე, რომ შეძლებოდა დაძინება? 1929 წელი დაიწყო ცვლილებით, რომელიც ჩარკვიანმა ვერ წინასწარ ვერ განჭვრიტა. იანვარში მოსკოვიდან მოვიდა ახალი ბრძანება, რეპრესიების ტემპი უნდა შენელებულიყო. ეს არ ნიშნავდა, რომ რეპრესიები ჩერდებოდა, მაგრამ ნიშნავდა, რომ ახლა ისინი უნდა ყოფილიყო უფრო მიზანმიმართული. მოსკოვი აღარ მოითხოვდა მასობრივ დაპატიმრებებს. ის მოითხოვდა ხარისხს. არა რაოდენობას. ჩარკვიანმა გაიგო ეს ბრძანება და იცოდა, რომ რაღაც იცვლებოდა. მაგრამ რა? სიმართლე იყო, რომ სტალინი იწყებდა გაგებას, რომ რეპრესიები გადიოდა კონტროლიდან. ბევრ რეგიონში ადგილობრივი ხელმძღვანელები იყენებდნენ რეპრესიებს პირადი ანგარიშსწორებისთვის, კონკურენტების მოსაშორებლად, ძალაუფლების გასაძლიერებლად. ეს იწვევდა ქაოსს, დეზორგანიზაციას, ეკონომიკურ პრობლემებს. სტალინს სჭირდებოდა სტაბილურობა, არა ქაოსი. ამიტომ ის იწყებდა რეპრესიების შენელებას, არა იმიტომ, რომ ის ინანებდა, არამედ იმიტომ, რომ ის სჭირდებოდა ეფექტური სახელმწიფო. ჩარკვიანისთვის ეს იყო რთული პერიოდი. ის იყო ადამიანი, რომელიც ააშენა თავისი კარიერა რეპრესიების ეფექტურ განხორციელებაზე. ახლა, როდესაც რეპრესიები ნელდებოდა, მას სჭირდებოდა ახალი გზა, რომ დაემტკიცებინა თავისი სასარგებლობა. ის იწყებს ფოკუსირებას ეკონომიკურ საკითხებზე, ინდუსტრიალიზაცია, კოლექტივიზაცია, წარმოების გეგმების შესრულება. ის ცდილობდა აჩვენოს, რომ ის იყო არა მხოლოდ რეპრესიების ადმინისტრატორი, არამედ ასევე ეკონომიკური ლიდერი. მაგრამ რეპრესიები არ ჩერდებოდა სრულიად. ისინი უბრალოდ ხდებოდა უფრო სელექტიური. თებერვალში ჩარკვიანმა მიიღო სია პრიორიტეტული სამიზნეებისა ადამიანები, რომლებიც უნდა დაპატიმრებულიყვნენ პირველ რიგში. ეს იყო ძირითადად ინტელიგენცია, მწერლები, მხატვრები, პროფესორები, რომლებიც შეიძლებოდა ჰქონოდათ საეჭვო იდეები. ჩარკვიანმა შეასრულა ეს ბრძანება, მაგრამ უფრო ფრთხილად, ვიდრე ადრე. ის იცოდა, რომ ინტელიგენციის დაპატიმრება შეიძლებოდა გამოეწვია საერთაშორისო რეაქცია და მოსკოვი არ სურდა ზედმეტი ყურადღება. მარტში მოხდა ინციდენტი, რომელიც აჩვენა, რომ ჩარკვიანი იყო არა მხოლოდ აღმასრულებელი, არამედ ასევე პოლიტიკური მოთამაშე. ერთ-ერთ რაიონში ადგილობრივმა პარტიულმა მდივანმა დააპატიმრა ჯგუფი ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ კოლექტივიზაციას. ეს დაპატიმრება გამოიწვია დაძაბულობა რაიონში, ფერმერები იწყებდნენ საბოტაჟს. უარს ამბობდნენ მოსავლის ჩაბარებაზე. ჩარკვიანმა გაიგო ამის შესახებ და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იყო არატიპიური, ის გაათავისუფლა დაპატიმრებულები და გადააყენა რაიონის მდივანი. ეს იყო რისკიანი გადაწყვეტილება. ის შეიძლებოდა ყოფილიყო ინტერპრეტირებული როგორც რბილობა მტრების მიმართ. მაგრამ ჩარკვიანმა გაამართლა ეს გადაწყვეტილება პრაგმატულად, რაიონის მდივანი იყო არაკომპეტენტური, მისი მოქმედებები აზიანებდა ეკონომიკას და ეკონომიკა იყო პრიორიტეტი ახლა. მოსკოვმა მიიღო ეს ახსნა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩარკვიანი იყო სწორი კაცი საქართველოსთვის. ის იყო არა მხოლოდ რეპრესიების აღმასრულებელი, არამედ ასევე ადამიანი, რომელსაც შეეძლო ბალანსის შენარჩუნება რეპრესიებსა და სტაბილურობას შორის. აპრილში ჩარკვიანმა ინიცირება გაუკეთა, რომელიც აჩვენებდა მის ახალ სტრატეგიას. ის შემოგვთავაზა პროგრამა რეაბილიტაციისთვის, ადამიანები, რომლებიც იყვნენ დაპატიმრებული. მაგრამ რომლებზეც არ იყო საკმარისი მტკიცებულებები, შეიძლებოდა გათავისუფლებულიყვნენ, თუ ისინი დაადასტურებდნენ თავიანთ ლოიალობას პრაქტიკულად, მუშაობით კოლექტიურ ფერმებში, მონაწილეობით სამშენებლო პროექტებში. ეს იყო გზა, რომ შემცირებულიყო ბანაკების გადატვირთვა და ამავდროულად მიეღო დამატებითი მუშახელი ეკონომიკისთვის. მოსკოვმა დაამტკიცა ეს პროგრამა და მაისის განმავლობაში 250 ადამიანი გათავისუფლდა ბანაკებიდან და დაბრუნდა საქართველოში. ისინი არ იყვნენ სრულიად თავისუფლები, ისინი იყვნენ ზედამხედველობის ქვეშ, მათ არ ჰქონდათ უფლება დაეტოვებინათ თავიანთი რაიონები, ისინი უნდა მოხსენებოდნენ რეგულარულად ადგილობრივ NKVD-ს.
მაგრამ ისინი იყვნენ ცოცხალი და ეს იყო მეტი, ვიდრე ბევრი სხვა შეიძლებოდა ითქვა. ეს პროგრამა გამოიწვია შერეულ რეაქციას. ზოგიერთი პარტიული მუშაკი ფიქრობდა, რომ ეს იყო ზედმეტად რბილი. მაგრამ ჩარკვიანმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება, ჩვენ არ ვართ ბარბაროსები. ჩვენ ვართ სოციალისტები. ჩვენი მიზანია არა მოკლა, არამედ გარდაქმნა. თუ ადამიანი შეიძლება გარდაიქმნას და გახდეს სასარგებლო საბჭოთა საზოგადოებისთვის, ჩვენ უნდა მივცეთ მას ეს შანსი. ეს იყო რიტორიკა, რომელიც ჟღერდა კარგად, მაგრამ რეალობა იყო უფრო ცინიკური. ჩარკვიანს სჭირდებოდა მუშახელი და გათავისუფლებული პატიმრები იყვნენ იაფი რესურსი. ივნისში ჩარკვიანმა მიიღო მეორე მოწვევა მოსკოვში. ამჯერად შეხვედრა იყო არა სტალინთან, არამედ ვიაჩესლავ მოლოტოვთან, საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარესთან. მოლოტოვი იყო ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ეკონომიკურ დაგეგმვაზე. შეხვედრაზე მოლოტოვმა ჰკითხა ჩარკვიანს კონკრეტული კითხვები საქართველოს ეკონომიკის შესახებ, ინდუსტრიული წარმოება, სასოფლო-სამეურნეო მოსავალი, ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა. ჩარკვიანმა უპასუხა დეტალურად, აჩვენა რიცხვები, სტატისტიკა, გეგმები. მოლოტოვი იყო კმაყოფილი. ის თქვა, შენ ხარ ერთ-ერთი იმრეთი ხელმძღვანელებისგან, რომლებიც ესმით, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა არის ერთი და იგივე. შენ არ ხარ მხოლოდ პოლიტიკური ფუნქციონერი. შენ ხარ ადმინისტრატორი, რომელსაც შეუძლია მართოს რეალური პროცესები. ეს არის ის, რაც გვჭირდება ახლა. ეს იყო აღიარება, რომელიც ნიშნავდა, რომ ჩარკვიანი იყო არა მხოლოდ სტალინის კაცი, არამედ ასევე ადამიანი, რომელსაც ენდობოდა მოსკოვის ეკონომიკური ელიტა. დაბრუნებულმა თბილისში ჩარკვიანმა გააძლიერა თავისი ფოკუსი ეკონომიკაზე. ის ინიცირებდა ახალ პროექტებს, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, მანგანუმის მაღაროების გაფართოება, ჩაის და ციტრუსების პლანტაციების განვითარება. ეს იყო პროექტები, რომლებიც მოითხოვდნენ უზარმაზარ რესურსებს, ფინანსებს, მასალებს, მუშახელს. და მუშახელი მოდიოდა ორი წყაროდან, თავისუფალი მუშები და პატიმრები. ჩარკვიანი იყენებდა ორივეს, მაგრამ ის ყოველთვის ამტკიცებდა, რომ პატიმრების შრომა იყო რეაბილიტაციის ნაწილი, არა ექსპლუატაცია. ივლისში დაიწყო მშენებლობა რიონჰესზე, ერთ-ერთ უდიდეს ჰიდროელექტროსადგურზე კავკასიაში. ეს იყო პრესტიჟული პროექტი, რომელიც უნდა აჩვენებდა საქართველოს ინდუსტრიულ პოტენციალს. ჩარკვიანი პირადად ზედამხედველობდა ამ პროექტს. ის ხშირად სტუმრობდა მშენებლობის ადგილს, ლაპარაკობდა ინჟინერებთან, აკონტროლებდა პროგრესს. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ამ მშენებლობაზე მუშაობდა 2000-ზე მეტი პატიმარი, ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ 12 საათის დღეში, მინიმალური საკვებით, საშიშ პირობებში. ბევრი მათგანი კვდებოდა უბედური შემთხვევებისგან, დაავადებებისგან, ამოწურვისგან. ჩარკვიანი ხედავდა ამ პირობებს, მაგრამ ის არ ცვლიდა მათ. ის ამტკიცებდა, რომ ეს იყო აუცილებელი მსხვერპლი დიდი მიზნისთვის. რიონჰესი უნდა აშენებულიყო, რადგან ის იძლეოდა ელექტროენერგიას მთელი რეგიონისთვის. და თუ ამისთვის სჭირდებოდა პატიმრების შრომა, მაშინ ეს იყო გამართლებული. ეს იყო ლოგიკა, რომელიც ჩარკვიანი იყენებდა ყოველთვის, მიზანი ამართლებდა საშუალებებს. დიდი მიზანი, სოციალიზმის მშენებლობა, საბჭოთა სახელმწიფოს გაძლიერება, ამართლებდა ნებისმიერ მსხვერპლს. მაგრამ იყო თუ არა ეს ლოგიკა ნამდვილი? თუ ეს იყო მხოლოდ გამართლება, რომელიც ჩარკვიანი იყენებდა, რომ გაემართლებინა საკუთარი მოქმედებები. და რამდენ ადამიანს უნდა მოეკვდა, რომ ეს დიდი მიზანი მიღწეულიყო? გაგრძელება აგვისტოში 1929 წელს ჩარკვიანმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც აჩვენებდა, რომ რეპრესიების სისტემა იწყებდა საკუთარი შემქმნელების შთანთქმას. ლავრენტი ბერიამ, ადამიანმა, რომელმაც რეკომენდაცია გაუწია ჩარკვიანს სტალინს გაგზავნა საიდუმლო ბრძანება, ყველა რეგიონულმა ხელმძღვანელმა უნდა წარმოადგინოს სია თავიანთი უშუალო თანამშრომლებისა, რომლებიც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ საეჭვო ელემენტები. ეს იყო ახალი ტალღა-გაწმენდის დასაწყისი, ამჯერად არა ხალხის, არამედ თავად პარტიული აპარატის. ჩარკვიანი იჯდა თავის კაბინეტში და უყურებდა ამ ბრძანებას. ის იცოდა, რომ ეს იყო ტესტი. თუ ის არ წარმოადგენდა სიას, ეს ნიშნავდა, რომ ის თავად იყო საეჭვო ადამიანი, რომელიც იცავდა მტრებს თავის გარემოცვაში. მაგრამ თუ ის წარმოადგენდა სიას, ეს ნიშნავდა, რომ ის ღალატობდა ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ მასთან ყოველდღე, რომლებიც ენდობოდნენ მას. ჩარკვიანმა გაატარა 3 დღე ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ის არ ძინავდა, არ ჭამდა, არ ლაპარაკობდა არავისთან. ის უბრალოდ ფიქრობდა. მეოთხე დღეს ის მოამზადა სია.
ხუთი სახელი ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მის აპარატში, მაგრამ რომლებიც არ იყვნენ მისი უშუალო მეგობრები. ადამიანები, რომლებიც ჰქონდათ საეჭვო კავშირები, ნათესავები საზღვარგარეთ, ძველი კონტაქტები ოპოზიციურ ჯგუფებთან, ეჭვქვეშ მყოფი ქცევა. ჩარკვიანმა იცოდა, რომ ეს ბრალდებები იყო სუსტი. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა. რომ დაეცვა საკუთარი თავი. ის გაგზავნა სიაბერიას და ელოდა. 2 კვირის შემდეგ 5-ვე ადამიანი დაპატიმრდა. ჩარკვიანმა გაიგო ამის შესახებ რუტინული ანგარიშიდან. ის არ გამოხატავდა არანაირ ემოციას, არ საუბრობდა ამაზე არავისთან. ის უბრალოდ გააგრძელა მუშაობა, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ მისმა თანამშრომლებმა შენიშნეს ცვლილება, ჩარკვიანი გახდა უფრო დახურული, უფრო ეჭვიანი, უფრო დისტანცირებული. ის აღარ ლაპარაკობდა პირადულად არავისთან, აღარ ენდობოდა არავის. ის იყო მარტო თავის ძალაუფლებაში, გარშემორტყმული ადამიანებით, რომლებსაც ის არ ენდობოდა და რომლებიც არ ენდობოდნენ მას. სექტემბერში მოვიდა ახალი ბრძანება მოსკოვიდან, საქართველომ უნდა გაზარდოს წარმოება მანგანუმის მაღაროებში 25%-ით. ეს იყო ამბიციური მიზანი, რომელიც მოითხოვდა დამატებით მუშახელს და რესურსებს. ჩარკვიანმა იცოდა, რომ ეს იყო შეუძლებელი ჩვეულებრივი საშუალებებით. მას სჭირდებოდა მეტი პატიმარი. ის გასცა ბრძანება, ყოველ რაიონში უნდა იდენტიფიცირებულიყოს სოციალურად საშიში ელემენტები, რომლებიც შეიძლებოდა გამოყენებულიყვნენ მაღაროებში. შემდეგი 2 თვის განმავლობაში დაპატიმრდა 620 ადამიანი. ისინი გაიგზავნეს ჭიათურის მანგანუმის მაღაროებში, ადგილი, რომელიც იყო ცნობილი თავისი საშიში პირობებით. მაღაროები იყო ღრმა, ვიწრო, ცუდად განიავებული. უბედური შემთხვევები იყო ხშირი. ადამიანები კვდებოდნენ ჩამოშლილი გალერეებისგან, მოწამვლისგან, ამოწურვისგან. მაგრამ წარმოება იზრდებოდა. ნოემბრის ბოლოსთვის საქართველომ შეასრულა გეგმა, მანგანუმის წარმოება გაიზარდა 27%-ით. ჩარკვიანმა მიიღო მილოცვა მოსკოვიდან. მოლოტოვმა პირადად დაურეკა და თქვა, შენ ხარ მაგალითი იმისა, როგორ უნდა მუშაობდეს საბჭოთა ხელმძღვანელი. შენ არ ეძებ გამართლებებს, შენ ეძებ გადაწყვეტებს. ეს არის ის, რაც გვჭირდება. ჩარკვიანმა მადლობა გადაუხადა და დადო ტელეფონი. ის იჯდა თავის კაბინეტში და ფიქრობდა იმ 620 ადამიანზე, რომლებიც ახლა მუშაობდნენ მაღაროებში. რამდენი მათგანი იყო ცოცხალი 1 წლის შემდეგ? რამდენი მათგანი დაბრუნდებოდა ოდესმე თავიანთ ოჯახებთან? დეკემბერში ჩარკვიანმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც აჩვენებდა რეპრესიების ნამდვილ მასშტაბს. ეს იყო შიდა ანგარიში NKVD-დან, სტატისტიკა 1938 და 39 წლების შესახებ. საქართველოში ამ 2 წლის განმავლობაში დაპატიმრდა 4230 ადამიანი. მათგან 2550 დახვრიტეს. დანარჩენები გაიგზავნეს ბანაკებში ან მაღაროებში. ეს იყო რიცხვები, რომლებიც არასოდეს არ გამოქვეყნდებოდა, რომლებიც დარჩებოდა საიდუმლოდ 10 წლეულების განმავლობაში. ჩარკვიანმა წაიკითხა ეს ანგარიში და დადო ის თავის სეიფში. ის არ აჩვენა ამ დოკუმენტს არავის. ის არ ისაუბრა ამაზე არავისთან. ის უბრალოდ ინახავდა მას. როგორც მტკიცებულებას იმისა, რაც ისაკეთებდა. 4230 ადამიანი. ეს იყო ფასი, რომელიც გადაიხადა საქართველომ იმისთვის, რომ ჩარკვიანი დარჩენილიყო სტალინის კაცად. ეს იყო ფასი, რომელიც გადაიხადა ის თავად იმისთვის, რომ გადარჩენოდა და შეენარჩუნებინა თავისი ძალაუფლება. ახალი წლის წინა საღამოს 1930 წელს ჩარკვიანი კვლავ იჯდა თავის ოფისში მარტო. გარეთ თბილისიზე იმობდა, მაგრამ მის კაბინეტში იყო ჩუმი. ის უყურებდა ფანჯარას და ფიქრობდა ბოლო 2 წელზე. ის გახდა ის, რაც სტალინს სჭირდებოდა, ეფექტური ადმინისტრატორი, ლოიალური აღმასრულებელი, ადამიანი, რომელიც არ სვამდა კითხვებს და არ აკეთებდა კომპრომისებს. ის გადარჩა, როდესაც ათასობით სხვა კვდებოდა. ის აშენა კარიერა, როდესაც ათასობით სხვა კარგავდა ყველაფერს. მაგრამ რა დაკარგა ის თავად? ის დაკარგა ძილი, ახლა ის ძინავდა მხოლოდ 4-დან 5 საათს ღამეში. და ეს ძილი იყო სავსე კოშმარებით. ის დაკარგა მეგობრები, ყველა მისი ძველი მეგობარი ან მკვდარი იყო, ან გაქცეული, ან ეშინოდა მასთან ლაპარაკის. ის დაკარგა ოჯახი, მისი ცოლი და შვილები ცხოვრობდნენ მასთან ერთ სახლში, მაგრამ ისინი იყვნენ უცხოები. ისინი ეშინოდათ მისი, ეშინოდათ იმისა, რასაც ის წარმოადგენდა.
ის დაკარგა საკუთარი თავი, ადამიანი, რომელიც ოდესღაც სჯეროდა იდეალებში, რომელიც ოდესღაც ფიქრობდა, რომ ის აშენებდა უკეთეს მსოფლიოს. ახლა ის იყო მხოლოდ ფუნქცია, ადამიანი, რომელიც აწერდა ხელს დოკუმენტებზე, რომელიც ასრულებდა ბრძანებებს, რომელიც ინახავდა სისტემას. ის არ იყო ლიდერი, ის არ იყო ვიზიონერი, ის არ იყო გმირი. ის იყო უბრალოდ ბორბალი მანქანაში, მნიშვნელოვანი ბორბალი, მაგრამ მაინც მხოლოდ ბორბალი. და ეს მანქანა აგრძელებდა მუშაობას, დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე, ანადგურებდა ცხოვრებებს, ანადგურებდა ოჯახებს. ანადგურებდა იმედებს. ჩარკვიანმა აიღო ჭიქა ვოდკა და დალია ერთი ხლოპით. ის არ ზეიმობდა. ის უბრალოდ ცდილობდა დაეჩუმებინა ხმები თავის თავში, ხმები იმ ადამიანებისა, რომლებზეც მან მოაწერა ხელი, ხმები იმ ოჯახებისა, რომლებიც დაკარგეს საყვარელი ადამიანები, ხმები იმ შვილებისა, რომლებიც აღარასოდეს დაინახავდნენ თავიანთ მშობლებს. ეს ხმები ყოველთვის იყო იქ ღამის სიჩუმეში, როდესაც ის რჩებოდა მარტო საკუთარ აზრებთან. მაგრამ ის არ შეჩერდებოდა. ის არ შეეძლო შეჩერება. რადგან შეჩერება ნიშნავდა აღიარებას იმისა, რომ ის აკეთებდა რაღაც საშინელს, რაღაც, რისი გამართლებაც შეუძლებელი იყო. და ეს აღიარება იქნებოდა დასასრული. ამიტომ ის აგრძელებდა. ის აგრძელებდა ხელმოწერას დოკუმენტებზე, აგრძელებდა ბრძანებების შესრულებას, აგრძელებდა იმის ყოფნას, რაც ის გახდა სტალინის კაცის საქართველოში. და ეს იყო მისი ბედი, არა გმირის ბედი, არა ბოროტმოქმედის ბედი, არამედ ადამიანის ბედი, რომელიც აირჩია გადარჩენა ნებისმიერ ფასად. ადამიანის, რომელიც გახდა ნაწილი სისტემისა, რომელიც კლავდა უდანაშაულოებს. ადამიანის, რომელიც იცოდა, რასაც აკეთებდა, მაგრამ არ შეეძლო შეჩერება. რადგან შეჩერება ნიშნავდა სიკვდილს, არა მხოლოდ ფიზიკურ სიკვდილს, არამედ მორალურ სიკვდილს, აღიარებას იმისა, რომ მთელი მისი ცხოვრება, მთელი მისი კარიერა, მთელი მისი არჩევანი იყო შეცდომა. 1930 წლის იანვარი მოიტანა ახალ გამოწვევას, რომელიც აჩვენებდა, რომ ჩარკვიანის როლი იცვლებოდა. მოსკოვიდან მოვიდა ბრძანება, საქართველომ უნდა გახდეს მოდელური რესპუბლიკა სოციალისტური მშენებლობისთვის. ეს ნიშნავდა, რომ ახლა ფოკუსი უნდა ყოფილიყო არა რეპრესიებზე, არამედ პოზიტიურ მიღწევებზე, ეკონომიკურ ზრდაზე, კულტურულ განვითარებაზე, სოციალურ პროგრესზე. ჩარკვიანმა გაიგო, რომ ეს იყო ახალი ეტაპი. როდესაც ტერორის ინსტრუმენტები უნდა დამალულიყო და წინა პლანზე გამოსულიყო მშენებლობის რიტორიკა. ის დაიწყო ახალი კამპანიის ორგანიზება, საქართველოს სოციალიზმის ვარდი. ეს იყო პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც უნდა აჩვენებდა საქართველოს როგორც წარმატებულ, აყვავებულ რესპუბლიკას. ჩარკვიანმა მოიწვია ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, კინორეჟისორები მოსკოვიდან. მათ უნდა გადაეღოთ დოკუმენტური ფილმები და რეპორტაჟები, რომლებიც აჩვენებდნენ ახალ ქარხნებს, აყვავებულ ფერმებს, ბედნიერ მუშებს. ჩარკვიანი პირადად აკონტროლებდა ამ პროცესს, ის განსაზღვრავდა, რა უნდა გადაღებულიყო და რა არა, ვინ უნდა გამოსულიყო კადრში და ვინ არა. რა არ უნდა გადაღებულიყო? ბანაკები, სადაც ათასობით პატიმარი მუშაობდა. მაღაროები, სადაც ადამიანები კვდებოდნენ ყოველ დღე. სოფლები, სადაც ოჯახები იყვნენ განადგურებული კოლექტივიზაციის დროს. ქალაქის უბნები, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ გადატვირთულ კომუნალურ ბინებში. სადაც ერთ ოთახში ცხოვრობდა 5-დან 6 ადამიანამდე. ეს იყო რეალობა, რომელიც უნდა დამალულიყო. და ჩარკვიანი იყო ის, ვინც უზრუნველყოფდა ამ დამალვას. თებერვალში გამოვიდა პირველი დოკუმენტური ფილმი საქართველოს აყვავებულობაში. ფილმი აჩვენებდა ახალ ჰიდროელექტროსადგურებს, თანამედროვე ქარხნებს, მდიდარ მოსავალს. ის აჩვენებდა მუშებს, რომლებიც ღიმილობდნენ და ლაპარაკობდნენ თავიანთი ბედნიერი ცხოვრების შესახებ. მაგრამ ის არ აჩვენებდა, რომ ეს მუშები იყვნენ შერჩეული სპეციალურად, რომ მათ ასწავლეს, რა უნდა ეთქვათ, რომ მათი ოჯახები იყვნენ მუქარის ქვეშ, თუ ისინი არ ეტყოდნენ სწორ სიტყვებს. ფილმი გახდა წარმატებული, ის ნაჩვენები იყო მთელ საბჭოთა კავშირში და საქართველო გახდა მაგალითი სხვა რესპუბლიკებისთვის. მაგრამ მარტში მოხდა ინციდენტი, რომელიც თითქმის გაანადგურა ამ იმიჯს. ერთ-ერთ მაღაროში ჭიათურაში მოხდა დიდი უბედური შემთხვევა, გალერეა ჩამოიშალა და დაიღუპა 50 პატიმარი. ეს იყო უდიდესი უბედური შემთხვევა ბოლო 5 წლის განმავლობაში. ახალი ამბავი სწრაფად გავრცელდა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში. ჩარკვიანმა იცოდა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო კატასტროფა მისი იმიჯისთვის. ის მოქმედებდა სწრაფად. პირველი ის გასცა ბრძანება, არანაირი ინფორმაცია ამ უბედური შემთხვევის შესახებ არ უნდა გავრცელებულიყო. ყველა ჟურნალისტი, რომელიც ცდილობდა მოხვედრას ჭიათურაში, იყო შეჩერებული.
მეორე ის ორგანიზებდა ოფიციალურ გამოძიებას, რომელიც უნდა დაედგინა დამნაშავეები. გამოძიებამ დაადგინა, რომ უბედური შემთხვევა მოხდა საბოტაჟის გამო, რამდენიმე პატიმარი, რომლებიც მუშაობდნენ მაღაროში, განზრახდა აზიანეს გალერეის საყრდენები. ეს პატიმრები დახვრიტეს და საქმე დაიხურა. მაგრამ ჩარკვიანმა იცოდა სიმართლე, უბედური შემთხვევა მოხდა არა საბოტაჟის, არამედ ცუდი პირობების გამო. გალერეა იყო ძველი, საყრდენები იყო გაუმართავი, უსაფრთხოების სტანდარტები არ სრულდებოდა. მაგრამ ამ სიმართლის აღიარება ნიშნავდა პასუხისმგებლობის აღებას. ამიტომ ის აირჩია სხვა გზა, ბრალის დადება მკვდრებზე, ადამიანებზე, რომლებიც ვერ დაიცავდნენ საკუთარ თავს. ეს იყო სტანდარტული პრაქტიკა საბჭოთა სისტემაში, როდესაც რაღაც ცუდი ხდებოდა, ბრალი ყოველთვის ეკისრებოდა მტრებს, საბოტაჟორებს, ხალხის მტრებს. აპრილში ჩარკვიანმა მიიღო მესამე მოწვევა მოსკოვში. ამჯერად შეხვედრა იყო არა ინდივიდუალური, არამედ ჯგუფური, ყველა რესპუბლიკის პირველი მდივნები იყვნენ მოწვეული. ეს იყო კონფერენცია, სადაც სტალინი უნდა ესაუბრა ახალი 5 წლიანი გეგმის შესახებ. ჩარკვიანი იჯდა დარბაზში სხვა ხელმძღვანელებთან ერთად და უსმენდა სტალინის სიტყვას. სტალინი საუბრობდა დიდი მიზნების შესახებ: ინდუსტრიალიზაცია, კოლექტივიზაცია, კულტურული რევოლუცია. ის საუბრობდა იმაზე, რომ საბჭოთა კავშირი უნდა გახდეს უძლიერესი სახელმწიფო მსოფლიოში. მაგრამ ერთ მომენტში სტალინმა თქვა რაღაც, რამაც ყველა გააფრთხილა: ჩვენ გავწმინდეთ ჩვენი რიგები მტრებისგან. ეს იყო აუცილებელი. მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილები, რომ არ გადავაჭარბოთ. ჩვენ არ შეგვიძლია გავაგრძელოთ რეპრესიები უსასრულოდ. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა, ჩვენ გვჭირდება ნორმალური ცხოვრება. ამიტომ მე ვბრძანებ, რეპრესიები უნდა შეჩერდეს. ვინც გააგრძელებს მათ ჩემი ბრძანების გარეშე, ის თავად გახდება მტერი. ეს იყო სიგნალი, რომელიც ყველამ გაიგო, ტერორის ეპოქა მთავრდებოდა. ახლა იწყებოდა ახალი ეპოქა, ნორმალიზაციის ეპოქა. ჩარკვიანისთვის ეს იყო კრიტიკული მომენტი. მთელი მისი კარიერა იყო აშენებული რეპრესიების ეფექტურ განხორციელებაზე. ახლა, როდესაც რეპრესიები ჩერდებოდა, მას სჭირდებოდა ახალი როლი. ის უნდა გარდაქმნილიყო ტერორის ადმინისტრატორიდან მშენებლობის ორგანიზატორად. ეს იყო გარდაქმნა, რომელიც მოითხოვდა არა მხოლოდ ახალ უნარებს, არამედ ასევე ახალ იმიჯს. ჩარკვიანმა იცოდა, რომ ის უნდა დაეშორებინა საკუთარი თავი წარსულს, რომელიც იყო სავსე სისხლით და სიკვდილით. დაბრუნებულმა თბილისში ის დაიწყო ამ გარდაქმნის პროცესი. ის გასცა ბრძანება, ყველა დაპატიმრება ახლა უნდა დამტკიცებულიყო პირადად მის მიერ. არანაირი მასობრივი დაპატიმრება აღარ იქნებოდა. ყოველი საქმე უნდა შემოწმებულიყო ყურადღებით. ეს იყო ცვლილება, რომელიც აჩვენებდა, რომ ჩარკვიანი რბილდებოდა. მაგრამ რეალობა იყო უფრო რთული, ის უბრალოდ ცვლიდა ტაქტიკას, არა სტრატეგიას. რეპრესიები გრძელდებოდა, მაგრამ ახლა ისინი იყო უფრო ფარული, უფრო სელექტიური, უფრო ლეგალური. მაისში ჩარკვიანმა ინიცირება გაუკეთა, რომელიც უნდა აჩვენებდა მის ჰუმანურობას. ის შემოგთავაზა პროგრამა ოჯახების რეაბილიტაციისთვის. ოჯახები, რომლებიც დაკარგეს წევრები რეპრესიების დროს, შეიძლებოდა მიეღოთ დახმარება, საცხოვრებელი, სამუშაო, სოციალური მხარდაჭერა. ეს იყო პროგრამა, რომელიც ჟღერდა კარგად. მაგრამ რეალობაში ის იყო ინსტრუმენტი კონტროლისთვის. ოჯახები, რომლებიც იღებდნენ ამ დახმარებას, უნდა ხელმოეწერათ დოკუმენტზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ მათი ნათესავები იყვნენ სამართლიანად დასჯილი. ეს იყო გზა, რომ აიძულებულიყვნენ ოჯახები აღიარონ რეპრესიების ლეგიტიმურობა. ივნისში მოვიდა ახალი ბრძანება მოსკოვიდან. საქართველომ უნდა მოამზადოს დიდი ზეიმი 1921 წლის მაისისთვის, 1 მაისის დღესასწაულისთვის. ეს უნდა ყოფილიყო უდიდესი დემონსტრაცია საბჭოთა ძალის, ასობით ათასი ადამიანი ქუჩებში, დროშები, ლოზუნგები, სიმღერები. ჩარკვიანმა დაიწყო ამ ღონისძიების ორგანიზება. ის პირადად აკონტროლებდა ყველა დეტალს, ვინ უნდა მონაწილეობდა, რა ლოზუნგები უნდა ყოფილიყო, როგორ უნდა მოძრაობდა დემონსტრაცია. მაგრამ ივლისში მოხდა რაღაც, რამაც თითქმის გააფუჭა ეს გეგმები. ერთ-ერთ სოფელში გაიმართა სტიქიური პროტესტი. ფერმერები აპროტესტებდნენ ახალ გადასახადებს, რომლებიც დაწესდა კოლექტიურ ფერმებზე. პროტესტი იყო მშვიდობიანი, მაგრამ ის იყო არასანქცირებული. ჩარკვიანმა გაგზავნა მილიცია, რომელმაც დაშალა პროტესტი. 50 ადამიანი დაპატიმრდა. მაგრამ ამჯერად ჩარკვიანმა არ დახვრიტა ისინი.
ის გაათავისუფლა მათ 2 კვირის შემდეგ გაფრთხილებით, თუ ისინი გაიმეორებდნენ ასეთ ქმედებებს, შედეგები იქნებოდა უფრო მძიმე. ეს იყო ახალი ტაქტიკა, არა დაუყოვნებელი რეპრესია, არამედ გაფრთხილება. ეს იყო გზა, რომ აჩვენებდა ჰუმანურობას, მაგრამ ამავდროულად შეენარჩუნებინა კონტროლი. ჩარკვიანი სწავლობდა ახალ როლს, რომელიც მოითხოვდა არა მხოლოდ ძალას, არამედ ასევე დიპლომატიას. ის უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ ტერორის ადმინისტრატორი, არამედ ასევე სტაბილურობის გარანტი. აგვისტოში ჩარკვიანმა მიიღო წერილი ერთი ქვრივისგან, ქალისგან, რომლის ქმარი დახვრიტეს 1938 წელს. ქალი წერდა, რომ მისი ქმარი იყო უდანაშაულო, რომ ბრალდებები იყო ყალბი, რომ ისტოვებდა 2 პატარა შვილს. ის ითხოვდა რეაბილიტაციას, ოფიციალურ აღიარებას, რომ მისი ქმარი არ იყო მტერი. ჩარკვიანმა წაიკითხა ეს წერილი და იცოდა, რომ ქალი მართალი იყო. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ რეაბილიტაცია ნიშნავდა აღიარებას, რომ რეპრესიები იყო შეცდომა. და ეს აღიარება იქნებოდა საშიში. ჩარკვიანმა დაწერა პასუხი, რომელიც იყო სტანდარტული, თქვენი ქმრის საქმე იყო განხილული კომპეტენტური ორგანოების მიერ. განაჩენი იყო სამართლიანი და დასაბუთებული. რეაბილიტაცია არ არის შესაძლებელი. ის მოაწერა ხელი ამ წერილს და გაგზავნა. მაგრამ იმ საღამოს, როდესაც დაბრუნდა სახლში, ის ვერ დაიძინა. ის ფიქრობდა იმ ქალზე, იმ 2 შვილზე, იმ ქმარზე, რომელიც მოკვდა უდანაშაულოდ. ის ფიქრობდა იმაზე, რამდენი ასეთი ოჯახი იყო საქართველოში, რამდენი ასეთი ქალი წერდა წერილებს, რომლებსაც არასოდეს არ ეპასუხებოდა. სექტემბერში ჩარკვიანმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც აჩვენებდა, რომ რეპრესიების შედეგები იყო უფრო ღრმა, ვიდრე ის ფიქრობდა. ეს იყო დემოგრაფიული ანგარიში, სტატისტიკა მოსახლეობის შესახებ. ანგარიში აჩვენებდა, რომ საქართველოს მოსახლეობა ბოლო 2 წლის განმავლობაში შემცირდა 2%-ით. ეს იყო უჩვეულო, ნორმალურ პირობებში მოსახლეობა უნდა ზრდილიყო. მაგრამ რეპრესიებმა ემიგრაციამ სიკვდილიანობის ზრდამ გამოიწვია ეს შემცირება. ჩარკვიანმა წაიკითხა ეს ანგარიში და დადო ის თავის სეიფში. ის არ აჩვენა ამ დოკუმენტს არავის. ის არ ისაუბრა ამაზე არავისთან. რადგან ეს დოკუმენტი იყო მტკიცებულება იმისა, რომ რეპრესიებმა არა მხოლოდ მოკლა ათასობით ადამიანი, არამედ ასევე დააზიანა მთელი საზოგადოება. ეს იყო მტკიცებულება იმისა, რომ გაწმენდა არ იყო უბრალოდ პოლიტიკური ოპერაცია, ეს იყო დემოგრაფიული კატასტროფა. მაგრამ ჩარკვიანი არ შეცვლიდა თავის კურსს. ის აგრძელებდა მუშაობას, აგრძელებდა ორგანიზებას, აგრძელებდა კონტროლს. რადგან ის იცოდა, რომ ალტერნატივა იყო მისი საკუთარი განადგურება. ის იყო ძალიან ღრმად ჩართული სისტემაში, რომ გამოსულიყო მისგან. ის იყო ძალიან დაკავშირებული რეპრესიებთან, რომ დისტანცირებულიყო მათგან. ის იყო სტალინის კაცი და ეს იყო მისი იდენტობა, მისი როლი, მისი ბედი. და ეს ბედი გრძელდებოდა, არა იმიტომ, რომ ჩარკვიანი სურდა ეს, არამედ იმიტომ, რომ ის არ ჰქონდა არჩევანი. ის იყო ტყვე სისტემისა, რომელიც თავად შექმნა. ის იყო მსხვერპლი ლოგიკისა, რომელიც თავად გაამართლა. ის იყო ადამიანი, რომელიც გადარჩა, მაგრამ დაკარგა საკუთარი სული. და ეს იყო ყველაზე საშინელი ფასი, არა სიკვდილი, არამედ ცხოვრება, რომელიც იყო სავსე მწუხარებით, ბრალით, შიშით. რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს? რამდენ ხანს შეძლებდა ჩარკვიანი ამ როლის თამაშს? და რა მოხდებოდა, როდესაც სისტემა, რომელსაც ის ემსახურებოდა, საბოლოოდ ჩამოიშლებოდა? ეს იყო კითხვები, რომლებზეც პასუხი მოვიდოდა მხოლოდ მომავალში, რომელიც იყო ისევე გაურკვეველი, როგორც წარსული იყო სისხლიანი. 1930 წლის იანვარი მოიტანა ახალ რეალობას, რომელიც ჩარკვიანმა ვერ წინასწარ ვერ განჭვრიტა. მოსკოვიდან მოვიდა ბრძანება, რომელიც ცვლიდა ყველაფერს, საბჭოთა კავშირი ემზადებოდა ომისთვის. გერმანიასთან დაძაბულობა იზრდებოდა და ყველა რესპუბლიკა უნდა გადაეყვანა სამხედრო რეჟიმზე. ეს ნიშნავდა, რომ ყველა რესურსი, ადამიანური, ეკონომიკური, ინდუსტრიული, უნდა მობილიზებულიყო თავდაცვისთვის. ჩარკვიანისთვის ეს იყო ახალი გამოწვევა, რომელიც მოითხოვდა სრულიად განსხვავებულ მიდგომას. პირველი ამოცანა იყო ინდუსტრიის გადაპროფილება. ქარხნები, რომლებიც აწარმოებდნენ სამოხმარებო საქონელს, უნდა გადაეყვანათ სამხედრო პროდუქციაზე. ჩარკვიანმა მოიწვია ყველა ქარხნის დირექტორი და განუმარტა მათ ახალი რეალობა. ჩვენ აღარ ვართ მშვიდობიან დროში. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, უნდა ემსახურებოდეს ერთ მიზანს, ჩვენი ქვეყნის დაცვას. ვინც ვერ შეძლებს ამ ახალ რეალობასთან ადაპტაციას, ის შეიცვლება.
ეს იყო მკაფიო გაფრთხილება, ახლა არ იყო დრო ეჩვებისა ან ყოყმანისა. თებერვალში დაიწყო მასობრივი მობილიზაცია. ყველა ქალაქში და სოფელში შეიქმნა სამხედრო კომისარიატები, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ ახალგაზრდების რეგისტრაციაზე და მომზადებაზე. ჩარკვიანმა პირადად ზედამხედველობდა ამ პროცესს. ის ხშირად სტუმრობდა სამხედრო ბანაკებს, სადაც ახალგაზრდები იღებდნენ სამხედრო მომზადებას. ის ლაპარაკობდა მათთან, ხსნიდა მათ, რატომ იყო ეს აუცილებელი. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ბევრი ამ ახალგაზრდებისგან არასოდეს დაბრუნდებოდა სახლში. მარტში მოხდა ინციდენტი, რომელიც აჩვენა, რომ ომისთვის მომზადება არ იყო მხოლოდ სამხედრო საკითხი. ერთ-ერთ ქარხანაში, რომელიც გადაიყვანეს ტანკების წარმოებაზე, მუშებმა გააფიცა. ისინი აპროტესტებდნენ სამუშაო პირობების გაუარესებას, 12 საათის სამუშაო დღე, შაბათ-კვირის გაუქმება, ხელფასის შემცირება. ჩარკვიანმა პირადად ჩავიდა ქარხანაში და ისაუბრა მუშებთან. მისი სიტყვები იყო მკაფიო, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის უსამართლობა. მაგრამ იცით, რა არის ნამდვილი უსამართლობა? ნამდვილი უსამართლობა არის, როდესაც მტერი შემოვა ჩვენს ქვეყანაში და ანადგურებს ყველაფერს, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოლეთ. თქვენი მსხვერპლი ახლა არის ფასი ჩვენი თავისუფლებისა. მუშებმა დაასრულეს გაფიცვა, მაგრამ ჩარკვიანმა იცოდა, რომ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. ომისთვის მომზადება მოითხოვდა მსხვერპლს ყველა დონეზე, პირადულ, ოჯახურ, სოციალურ. ადამიანები უნდა უარს ეთქვათ ჩვეულებრივ ცხოვრებაზე, კომფორტზე, უსაფრთხოებაზე. და ჩარკვიანი იყო ის, ვინც უნდა უზრუნველყოფდა ამ მსხვერპლის მიღებას. აპრილში მოვიდა ბრძანება, რომელიც იყო განსაკუთრებით რთული, საქართველომ უნდა გაეზარდა სასურსათო წარმოება 40%-ით. ეს იყო აუცილებელი, რადგან ომის შემთხვევაში რესპუბლიკა უნდა ყოფილიყო თვითკმარი. მაგრამ ამავდროულად ბევრი ფერმერი იყო მობილიზებული არმიაში. ჩარკვიანმა იპოვა გადაწყვეტა, რომელიც იყო პრაგმატული, მაგრამ მორალურად რთული, ის გამოიყენა ქალები და ბავშვები სასოფლო სამუშაოებში. 10-დან 15 წლამდე ბავშვები იყვნენ ჩართული მოსავლის აღებაში, ხოლო ქალები მუშაობდნენ ფერმებში 12 საათის განმავლობაში. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ჩარკვიანს უჭირდა. ის იცოდა, რომ ეს იყო ბავშვობის მოპარვა, ოჯახების დანგრევა. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ალტერნატივა იყო შიმშილი, რომელიც მოკლავდა უფრო მეტ ადამიანს. ის ამართლებდა ამ გადაწყვეტილებას იმავე ლოგიკით, რომელსაც ყოველთვის იყენებდა, მიზანი ამართლებდა საშუალებებს. ქვეყნის გადარჩენა ამართლებდა ინდივიდუალურ მსხვერპლს. მაისში ჩარკვიანმა მიიღო მეოთხე მოწვევა მოსკოვში. ამჯერად შეხვედრა იყო არა სტალინთან, არამედ კლიმენტ ვოროშილოვთან, თავდაცვის სახალხო კომისართან. ვოროშილოვი იყო ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო საბჭოთა კავშირის სამხედრო მომზადებაზე. შეხვედრაზე ვოროშილოვმა ჰკითხა ჩარკვიანს კონკრეტული კითხვები საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის შესახებ, რამდენი ადამიანი შეიძლებოდა მობილიზებულიყო, რა რესურსები იყო ხელმისაწვდომი, როგორ იყო მომზადებული ინფრასტრუქტურა. ჩარკვიანმა უპასუხა დეტალურად, მაგრამ ის ასევე აღნიშნა პრობლემები, არასაკმარისი იარაღი, ძველი ტექნიკა, გამოუცდელი ოფიცრები. ვოროშილოვმა მოისმინა და თქვა, ეს პრობლემები არის ყველგან. მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმით, რაც გვაქვს. ომი არ ელოდება, სანამ ჩვენ მზად ვიქნებით. ომი მოდის მაშინ, როდესაც მტერი გადაწყვეტს. და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერ მომენტში. ეს იყო რეალობა, რომელიც ჩარკვიანმა უნდა მიეღო. ომი იყო არა შესაძლებლობა, არამედ გარდაუვალობა. დაბრუნებულმა თბილისში ჩარკვიანმა გააძლიერა მომზადება. ის ორგანიზებდა სამხედრო სწავლებებს, აშენებდა თავშესაფრებს, თქმიდა საკვების მარაგებს. მაგრამ ის ასევე ამზადებდა რაღაცას, რაზეც ის არ საუბრობდა ხმამაღლა, ის ამზადებდა პარტიზანულ ომს. თუ გერმანელები შემოვიდოდნენ საქართველოში, ის უნდა ყოფილიყო მზად წინააღმდეგობისთვის. ის ქმნიდა საიდუმლო ბაზებს მთებში, ამზადებდა იარაღის მარაგებს, ირჩევდა ადამიანებს, რომლებიც შეძლებდნენ პარტიზანულ ბრძოლას. ივნისში მოხდა რაღაც, რამაც აჩვენა, რომ ომი იყო უფრო ახლოს, ვიდრე ყველა ფიქრობდა. მოსკოვიდან მოვიდა საიდუმლო ბრძანება, ყველა რესპუბლიკა უნდა ყოფილიყო მზად სრული მობილიზაციისთვის 24 საათის განმავლობაში. ეს ნიშნავდა, რომ ომი შეიძლებოდა დაწყებულიყო ნებისმიერ მომენტში. ჩარკვიანმა მოიწვია თავისი უახლოესი თანამშრომლები და განუმარტა მათ სიტუაცია, ჩვენ ვართ ომის ზღვარზე. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით ბოლო წლების განმავლობაში, იყო მომზადება ამ მომენტისთვის. ახლა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ მზად.
ივლისში ჩარკვიანმა მიიღო ინფორმაცია, რომელიც იყო განსაკუთრებით შემაშფოთებელი, გერმანული ჯაშუშები იყვნენ აქტიური კავკასიაში. ისინი ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას სამხედრო ობიექტების, ინდუსტრიული ქარხნების, ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის შესახებ. ჩარკვიანმა გასცა ბრძანება, ყველა უცხოელი, ყველა საეჭვო ადამიანი უნდა დაპატიმრებულიყო და გამოკითხულიყო. ეს იყო ახალი ტალღა რეპრესიების, მაგრამ ამჯერად ის იყო გამართლებული არა იდეოლოგიით, არამედ ნაციონალური უსაფრთხოებით. შემდეგი 2 თვის განმავლობაში დაპატიმრდა 350 ადამიანი, გერმანელები, ავსტრიელები ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კავშირები გერმანიასთან. ბევრი მათგანი იყო უდანაშაულო, მასწავლებლები, ინჟინრები, ბიზნესმენები, რომლებიც უბრალოდ ცხოვრობდნენ საქართველოში. მაგრამ ჩარკვიანისთვის ეს არ ჰქონდა მნიშვნელობა. ომის დროს არ იყო ადგილი რისკისთვის. უკეთესი იყო დაპატიმრებულიყო 10 უდანაშაულო, ვიდრე გათავისუფლებულიყო 1 ჯაშუში. აგვისტოში მოვიდა ახალი ბრძანება, საქართველომ უნდა მოამზადოს ევაკუაციის გეგმა. თუ გერმანელები შემოვიდოდნენ კავკასიაში, ყველა მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ობიექტი უნდა ევაკუირებულიყო ღრმა ტილში, სიბირში, ურალში, ცენტრალურ აზიაში. ეს იყო კოლოსალური ამოცანა, ქარხნების დემონტაჟი, ტექნიკის ტრანსპორტირება, მუშების გადაყვანა. ჩარკვიანმა დაიწყო ამ გეგმის შემუშავება, მაგრამ ის იცოდა, რომ ეს იქნებოდა საქართველოს ეკონომიკის განადგურება. სექტემბერში ჩარკვიანმა მიიღო პირადი წერილი სტალინისგან, მეოთხე წერილი მათი ურთიერთობის განმავლობაში. ამჯერად სტალინი წერდა არა მილოცვის, არამედ გაფრთხილების შესახებ. ამხანაგო ჩარკვიანი, ჩვენ ვართ ისტორიის ყველაზე რთულ მომენტში. მომავალი 2 წელი განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ბედს. ყველა რესპუბლიკის ხელმძღვანელი უნდა იყოს მზად უდიდესი მსხვერპლისთვის. ვინც ვერ შეძლებს ამ მსხვერპლის გაღებას, ის არ იმსახურებს ხელმძღვანელობას. მე ვენდობი შენს, რომ საქართველო იქნება მზად ყველაფრისთვის. ეს წერილი იყო ტესტი ჩარკვიანის ლოიალობისა და მზაობისა. სტალინი სურდა იცოდა, შეძლებდა თუ არა ჩარკვიანი ომის დროს იმავე ეფექტურობით მუშაობას, როგორც რეპრესიების დროს. ჩარკვიანმა უპასუხა მოკლედ, ამხანაგო სტალინ, საქართველო იქნება მზად. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის გასამარჯვებლად. ეს იყო დაპირება, რომელიც მალე უნდა შემოწმებულიყო რეალობაში. ოქტომბერში ჩარკვიანმა ორგანიზება გაუკეთა, რომელიც აჩვენებდა მის ახალ როლს, ის შექმნა სამშობლოს დაცვის კომიტეტს. ეს იყო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებდა ყველა სფეროს, სამხედროს, ინდუსტრიულს, სასოფლო-სამეურნეოს, კულტურულს. კომიტეტის მიზანი იყო საქართველოს მობილიზება ომისთვის, არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ ასევე მორალურად. ჩარკვიანი იყო ამ კომიტეტის თავმჯდომარე და ეს იყო მისი ახალი იდენტობა, არა ტერორის ადმინისტრატორი, არამედ ომის ორგანიზატორი. ნოემბერში მოხდა ინციდენტი, რომელიც აჩვენა, რომ ომისთვის მომზადება იყო არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ ასევე ფსიქოლოგიური პროცესი. ერთ-ერთ სოფელში გავრცელდა ჭორები, რომ გერმანელები უკვე შემოსულიყვნენ კავკასიაში. ეს ჭორები გამოიწვია პანიკა, ადამიანები იწყებდნენ ქონების შეგროვებას, ემზადებოდნენ გაქცევისთვის. ჩარკვიანმა პირადად ჩავიდა ამ სოფელში და ისაუბრა მოსახლეობასთან. მისი სიტყვები იყო მკაფიო, ჭორები არის მტრის იარაღი. ვინც ავრცელებს ჭორებს, ის ემსახურება მტერს. ჩვენ არ გავიქცევით. ჩვენ ვიბრძოლებთ. და ჩვენ გავიმარჯვებთ. დეკემბერში ჩარკვიანმა მიიღო ინფორმაცია, რომელიც იყო განსაკუთრებით შემაშფოთებელი, გერმანია ამზადებდა თავდასხმას საბჭოთა კავშირზე. ეს არ იყო ოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ ის მოდიოდა საიმედო წყაროებიდან. ჩარკვიანმა გაგზავნა ეს ინფორმაცია მოსკოვში და მიიღო ბრძანებას, საქართველო უნდა ყოფილიყო მზად სრული მობილიზაციისთვის. ყველა რესურსი უნდა კონცენტრირებულიყო თავდაცვისთვის. ახალი წლის წინა საღამოს 1922 წელს ჩარკვიანი კვლავ იჯდა თავის ოფისში, მაგრამ ამჯერად ის არ იყო მარტო. მასთან ერთად იყვნენ მისი უახლოესი თანამშრომლები, ადამიანები, რომლებიც იზიარებდნენ მასთან პასუხისმგებლობას საქართველოს მომავლისთვის. ისინი განიხილავდნენ გეგმებს, ამზადებდნენ ბრძანებებს, ემზადებოდნენ იმისთვის, რაც მოდიოდა. გარეთ თბილისი ზეიმობდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ბოლო მშვიდობიანი ახალი წელი. ჩარკვიანი უყურებდა ფანჯარას და ფიქრობდა გზაზე, რომელიც მან გაიარა. ის დაიწყო როგორც ახალგაზრდა იდეალისტი, რომელიც სჯეროდა სოციალიზმის იდეებში. შემდეგ ის გახდა ტერორის ადმინისტრატორი, ადამიანი, რომელიც ხელს აწერდა ათასობით ადამიანის სიკვდილის განაჩენზე.
ახლა ის იყო ომის ორგანიზატორი, ადამიანი, რომელიც ამზადებდა მთელ რესპუბლიკას უდიდესი გამოცდისთვის. ყოველი ეს როლი მოითხოვდა მსხვერპლს, პირადულს, მორალურს, ადამიანურს. მაგრამ ახლა პირველად მრავალი წლის განმავლობაში ჩარკვიანი გრძნობდა, რომ მისი როლი იყო გამართლებული. ომი იყო რეალური საფრთხე, არა გამოგონილი. მტერი იყო კონკრეტული, არა ფანტომი. და ყველაფერი, რასაც ისაკეთებდა, მობილიზაცია, მომზადება, ორგანიზაცია, ემსახურებოდა ნამდვილ მიზანს, ქვეყნის დაცვას. ეს იყო განსხვავება, რომელიც ხდიდა მას უფრო მშვიდს საკუთარ თავთან. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ომი მოიტანდა ახალ გამოწვევებს, ახალ არჩევანებს, ახალ მსხვერპლს. ის უნდა ყოფილიყო მზად იმისთვის, რომ მიეღო გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლებოდა ყოფილიყო კიდევ უფრო რთული, ვიდრე ყველაფერი, რაც მან აკეთა ადრე. ის უნდა ყოფილიყო მზად იმისთვის, რომ გაეღო მსხვერპლი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო კიდევ უფრო დიდი, ვიდრე ყველაფერი, რაც მან გაიღო ადრე. და ის იყო მზად. რადგან ეს იყო მისი ბედი, იყოს ადამიანი, რომელიც იღებდა რთულ გადაწყვეტილებებს რთულ დროში. იყოს ადამიანი, რომელიც ატარებდა პასუხისმგებლობას სხვების ცხოვრებისთვის. იყოს სტალინის კაცის საქართველოში, არა იმიტომ, რომ ეს იყო მისი არჩევანი, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო მისი ვალდებულება. ვალდებულება, რომელიც მას ჰქონდა არა მხოლოდ სტალინის, არამედ ასევე საკუთარი ხალხის წინაშე. ომი მოდიოდა. და კანდიდ ჩარკვიანი იყო მზად მისი შესახვედრად. 1922 წლის იანვარი მოიტანა ახალ რეალობას, რომელიც ჩარკვიანმა ვერ წინასწარ ვერ განჭვრიტა. მოსკოვიდან მოვიდა ბრძანება, რომელიც ცვლიდა ყველაფერს, საბჭოთა კავშირი ემზადებოდა ომისთვის. გერმანიასთან დაძაბულობა იზრდებოდა და ყველა რესპუბლიკა უნდა გადაეყვანა სამხედრო რეჟიმზე. ეს ნიშნავდა, რომ ყველა რესურსი, ადამიანური, ეკონომიკური, ინდუსტრიული, უნდა მობილიზებულიყო თავდაცვისთვის. ჩარკვიანისთვის ეს იყო ახალი გამოწვევა, რომელიც მოითხოვდა სრულიად განსხვავებულ მიდგომას. პირველი ამოცანა იყო ინდუსტრიის გადაპროფილება. ქარხნები, რომლებიც აწარმოებდნენ სამოხმარებო საქონელს, უნდა გადაეყვანათ სამხედრო პროდუქციაზე. ჩარკვიანმა მოიწვია ყველა ქარხნის დირექტორი და განუმარტა მათ ახალი რეალობა. ჩვენ აღარ ვართ მშვიდობიან დროში. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, უნდა ემსახურებოდეს ერთ მიზანს, ჩვენი ქვეყნის დაცვას. ვინც ვერ შეძლებს ამ ახალ რეალობასთან ადაპტაციას, ის შეიცვლება. ეს იყო მკაფიო გაფრთხილება, ახლა არ იყო დრო ეჩვებისა ან ყოყმანისა. თებერვალში დაიწყო მასობრივი მობილიზაცია. ყველა ქალაქში და სოფელში შეიქმნა სამხედრო კომისარიატები, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ ახალგაზრდების რეგისტრაციაზე და მომზადებაზე. ჩარკვიანმა პირადად ზედამხედველობდა ამ პროცესს. ის ხშირად სტუმრობდა სამხედრო ბანაკებს, სადაც ახალგაზრდები იღებდნენ სამხედრო მომზადებას. ის ლაპარაკობდა მათთან, ხსნიდა მათ, რატომ იყო ეს აუცილებელი. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ბევრი ამ ახალგაზრდებისგან არასოდეს დაბრუნდებოდა სახლში. მარტში მოხდა ინციდენტი, რომელიც აჩვენა, რომ ომისთვის მომზადება არ იყო მხოლოდ სამხედრო საკითხი. ერთ-ერთ ქარხანაში, რომელიც გადაიყვანეს ტანკების წარმოებაზე, მუშებმა გააფიცა. ისინი აპროტესტებდნენ სამუშაო პირობების გაუარესებას, 12 საათის სამუშაო დღე, შაბათ-კვირის გაუქმება, ხელფასის შემცირება. ჩარკვიანმა პირადად ჩავიდა ქარხანაში და ისაუბრა მუშებთან. მისი სიტყვები იყო მკაფიო, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის უსამართლობა. მაგრამ იცით, რა არის ნამდვილი უსამართლობა? ნამდვილი უსამართლობა არის, როდესაც მტერი შემოვა ჩვენს ქვეყანაში და ანადგურებს ყველაფერს, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოლეთ. თქვენი მსხვერპლი ახლა არის ფასი ჩვენი თავისუფლებისა. მუშებმა დაასრულეს გაფიცვა, მაგრამ ჩარკვიანმა იცოდა, რომ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. ომისთვის მომზადება მოითხოვდა მსხვერპლს ყველა დონეზე, პირადულ, ოჯახურ, სოციალურ. ადამიანები უნდა უარსეთქვათ ჩვეულებრივ ცხოვრებაზე, კომფორტზე, უსაფრთხოებაზე. და ჩარკვიანი იყო ის, ვინც უნდა უზრუნველყოფდა ამ მსხვერპლის მიღებას. აპრილში მოვიდა ბრძანება, რომელიც იყო განსაკუთრებით რთული, საქართველომ უნდა გაეზარდა სასურსათო წარმოება 40%-ით. ეს იყო აუცილებელი, რადგან ომის შემთხვევაში რესპუბლიკა უნდა ყოფილიყო თვითკმარი. მაგრამ ამავდროულად ბევრი ფერმერი იყო მობილიზებული არმიაში. ჩარკვიანმა იპოვა გადაწყვეტა, რომელიც იყო პრაგმატული. მაგრამ მორალურად რთული, ის გამოიყენა ქალები და ბავშვები სასოფლო სამუშაოებში. 10-დან 15 წლამდე ბავშვები იყვნენ ჩართული მოსავლის აღებაში, ხოლო ქალები მუშაობდნენ ფერმებში 12 საათის განმავლობაში. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ჩარკვიანს უჭირდა.
ის იცოდა, რომ ეს იყო ბავშვობის მოპარვა, ოჯახების დანგრევა. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ალტერნატივა იყო შიმშილი, რომელიც მოკლავდა უფრო მეტ ადამიანს. ის ამართლებდა ამ გადაწყვეტილებას იმავე ლოგიკით, რომელსაც ყოველთვის იყენებდა, მიზანი ამართლებდა საშუალებებს. ქვეყნის გადარჩენა ამართლებდა ინდივიდუალურ მსხვერპლს. მაისში ჩარკვიანმა მიიღო მეოთხე მოწვევა მოსკოვში. ამჯერად შეხვედრა იყო არა სტალინთან, არამედ კლიმენტ ვოროშილოვთან, თავდაცვის სახალხო კომისართან. ვოროშილოვი იყო ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო საბჭოთა კავშირის სამხედრო მომზადებაზე. შეხვედრაზე ვოროშილოვმა ჰკითხა ჩარკვიანს კონკრეტული კითხვები საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის შესახებ. რამდენი ადამიანი შეიძლებოდა მობილიზებულიყო, რა რესურსები იყო ხელმისაწვდომი, როგორ იყო მომზადებული ინფრასტრუქტურა. ჩარკვიანმა უპასუხა დეტალურად, მაგრამ ის ასევე აღნიშნა პრობლემები, არასაკმარისი იარაღი, ძველი ტექნიკა, გამოუცდელი ოფიცრები. ვოროშილოვმა მოისმინა და თქვა, ეს პრობლემები არის ყველგან. მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმით, რაც გვაქვს. ომი არ ელოდება, სანამ ჩვენ მზად ვიქნებით. ომი მოდის მაშინ, როდესაც მტერი გადაწყვეტს. და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერ მომენტში. ეს იყო რეალობა, რომელიც ჩარკვიანმა უნდა მიეღო. ომი იყო არა შესაძლებლობა, არამედ გარდაუვალობა. დაბრუნებულმა თბილისში ჩარკვიანმა გააძლიერა მომზადება. ის ორგანიზებდა სამხედრო სწავლებებს, აშენებდა თავშესაფრებს. ქმნიდა საკვების მარაგებს. მაგრამ ის ასევე ამზადებდა რაღაცას, რაზეც ის არ საუბრობდა ხმამაღლა, ის ამზადებდა პარტიზანულ ომს. თუ გერმანელები შემოვიდოდნენ საქართველოში, ის უნდა ყოფილიყო მზად წინააღმდეგობისთვის. ის ქმნიდა საიდუმლო ბაზებს მთებში, ამზადებდა იარაღის მარაგებს, ირჩევდა ადამიანებს, რომლებიც შეძლებდნენ პარტიზანულ ბრძოლას. ივნისში მოხდა რაღაც, რამაც აჩვენა, რომ ომი იყო უფრო ახლოს, ვიდრე ყველა ფიქრობდა. მოსკოვიდან მოვიდა საიდუმლო ბრძანება, ყველა რესპუბლიკა უნდა ყოფილიყო მზად სრული მობილიზაციისთვის 24 საათის განმავლობაში. ეს ნიშნავდა, რომ ომი შეიძლებოდა დაწყებულიყო ნებისმიერ მომენტში. ჩარკვიანმა მოიწვია თავისი უახლოესი თანამშრომლები და განუმარტა მათ სიტუაცია, ჩვენ ვართ ომის ზღვარზე. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით ბოლო წლების განმავლობაში, იყო მომზადება ამ მომენტისთვის. ახლა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ მზად. ივლისში ჩარკვიანმა მიიღო ინფორმაცია, რომელიც იყო განსაკუთრებით შემაშფოთებელი, გერმანული ჯაშუშები იყვნენ აქტიური კავკასიაში. ისინი ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას სამხედრო ობიექტების, ინდუსტრიული ქარხნების, ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის შესახებ. ჩარკვიანმა გასცა ბრძანება, ყველა უცხოელი, ყველა საეჭვო ადამიანი უნდა დაპატიმრებულიყო და გამოკითხულიყო. ეს იყო ახალი ტალღა რეპრესიების, მაგრამ ამჯერად ის იყო გამართლებული არა იდეოლოგიით, არამედ ნაციონალური უსაფრთხოებით. შემდეგი 2 თვის განმავლობაში დაპატიმრდა 350 ადამიანი, გერმანელები, ავსტრიელები, ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კავშირები გერმანიასთან. ბევრი მათგანი იყო უდანაშაულო, მასწავლებლები, ინჟინრები, ბიზნესმენები, რომლებიც უბრალოდ ცხოვრობდნენ საქართველოში. მაგრამ ჩარკვიანისთვის ეს არ ჰქონდა მნიშვნელობა. ომის დროს არ იყო ადგილი რისკისთვის. უკეთესი იყო დაპატიმრებულიყო 10 უდანაშაულო, ვიდრე გათავისუფლებულიყო 1 ჯაშუში. აგვისტოში მოვიდა ახალი ბრძანება, საქართველომ უნდა მოამზადოს ევაკუაციის გეგმა. თუ გერმანელები შემოვიდოდნენ კავკასიაში, ყველა მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ობიექტი უნდა ევაკუირებულიყო ღრმატილში, სიბირში, ურალში, ცენტრალურ აზიაში. ეს იყო კოლოსალური ამოცანა, ქარხნების დემონტაჟი, ტექნიკის ტრანსპორტირება, მუშების გადაყვანა. ჩარკვიანმა დაიწყო ამ გეგმის შემუშავება, მაგრამ ის იცოდა, რომ ეს იქნებოდა საქართველოს ეკონომიკის განადგურება. სექტემბერში ჩარკვიანმა მიიღო პირადი წერილი სტალინისგან, მეოთხე წერილი მათი ურთიერთობის განმავლობაში. ამჯერად სტალინი წერდა არა მილოცვის, არამედ გაფრთხილების შესახებ. ამხანაგო ჩარკვიანი, ჩვენ ვართ ისტორიის ყველაზე რთულ მომენტში. მომავალი 2 წელი განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ბედს. ყველა რესპუბლიკის ხელმძღვანელი უნდა იყოს მზად უდიდესი მსხვერპლისთვის. ვინც ვერ შეძლებს ამ მსხვერპლის გაღებას, ის არ იმსახურებს ხელმძღვანელობას. მე ვენდობი შენს, რომ საქართველო იქნება მზად ყველაფრისთვის. ეს წერილი იყო ტესტი ჩარკვიანის ლოიალობისა და მზაობისა. სტალინი სურდა იცოდა, შეძლებდა თუ არა ჩარკვიანი ომის დროს იმავე ეფექტურობით მუშაობას, როგორც რეპრესიების დროს. ჩარკვიანმა უპასუხა მოკლედ, ამხანაგო სტალინ, საქართველო იქნება მზად. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის გასამარჯვებლად.
ეს იყო დაპირება, რომელიც მალე უნდა შემოწმებულიყო რეალობაში. ოქტომბერში ჩარკვიანმა ორგანიზება გაუკეთა, რომელიც აჩვენებდა მის ახალ როლს, ის შექმნა სამშობლოს დაცვის კომიტეტს. ეს იყო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებდა ყველა სფეროს, სამხედროს, ინდუსტრიულს, სასოფლო-სამეურნეოს, კულტურულს. კომიტეტის მიზანი იყო საქართველოს მობილიზება ომისთვის, არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ ასევე მორალურად. ჩარკვიანი იყო ამ კომიტეტის თავმჯდომარე და ეს იყო მისი ახალი იდენტობა, არა ტერორის ადმინისტრატორი, არამედ ომის ორგანიზატორი. ნოემბერში მოხდა ინციდენტი, რომელიც აჩვენა, რომ ომისთვის მომზადება იყო არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ ასევე ფსიქოლოგიური პროცესი. ერთ-ერთ სოფელში გავრცელდა ჭორები, რომ გერმანელები უკვე შემოსულიყვნენ კავკასიაში. ეს ჭორები გამოიწვია პანიკა, ადამიანები იწყებდნენ ქონების შეგროვებას, ემზადებოდნენ გაქცევისთვის. ჩარკვიანმა პირადად ჩავიდა ამ სოფელში და ისაუბრა მოსახლეობასთან. მისი სიტყვები იყო მკაფიო: ჭორები არის მტრის იარაღი. ვინც ავრცელებს ჭორებს, ის ემსახურება მტერს. ჩვენ არ გავიქცევით. ჩვენ ვიბრძოლებთ. და ჩვენ გავიმარჯვებთ. დეკემბერში ჩარკვიანმა მიიღო ინფორმაცია, რომელიც იყო განსაკუთრებით შემაშფოთებელი: გერმანია ამზადებდა თავდასხმას საბჭოთა კავშირზე. ეს არ იყო ოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ ის მოდიოდა საიმედო წყაროებიდან. ჩარკვიანმა გაგზავნა ეს ინფორმაცია მოსკოვში და მიიღო ბრძანებას, საქართველო უნდა ყოფილიყო მზად სრული მობილიზაციისთვის. ყველა რესურსი უნდა კონცენტრირებულიყო თავდაცვისთვის. ახალი წლის წინა საღამოს 1922 წელს ჩარკვიანი კვლავ იჯდა თავის ოფისში, მაგრამ ამჯერად ის არ იყო მარტო. მასთან ერთად იყვნენ მისი უახლოესი თანამშრომლები, ადამიანები, რომლებიც იზიარებდნენ მასთან პასუხისმგებლობას საქართველოს მომავლისთვის. ისინი განიხილავდნენ გეგმებს, ამზადებდნენ ბრძანებებს, ემზადებოდნენ იმისთვის, რაც მოდიოდა. გარეთ თბილისი ზეიმობდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ბოლო მშვიდობიანი ახალი წელი. ჩარკვიანი უყურებდა ფანჯარას და ფიქრობდა გზაზე, რომელიც მან გაიარა. ის დაიწყო როგორც ახალგაზრდა იდეალისტი, რომელიც სჯეროდა სოციალიზმის იდეებში. შემდეგ ის გახდა ტერორის ადმინისტრატორი, ადამიანი, რომელიც ხელს აწერდა ათასობით ადამიანის სიკვდილის განაჩენზე. ახლა ის იყო ომის ორგანიზატორი, ადამიანი, რომელიც ამზადებდა მთელ რესპუბლიკას უდიდესი გამოცდისთვის. ყოველი ეს როლი მოითხოვდა მსხვერპლს, პირადულს, მორალურს, ადამიანურს. მაგრამ ახლა, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ჩარკვიანი გრძნობდა, რომ მისი როლი იყო გამართლებული. ომი იყო რეალური საფრთხე, არა გამოგონილი. ტერი იყო კონკრეტული, არა ფანტომი. და ყველაფერი, რასაც ის აკეთებდა, მობილიზაცია, მომზადება, ორგანიზაცია, ემსახურებოდა ნამდვილ მიზანს, ქვეყნის დაცვას. ეს იყო განსხვავება, რომელიც ხდიდა მას უფრო მშვიდს საკუთარ თავთან. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ომი მოიტანდა ახალ გამოწვევებს, ახალ არჩევანებს, ახალ მსხვერპლს. ის უნდა ყოფილიყო მზად იმისთვის, რომ მიეღო გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლებოდა ყოფილიყო კიდევ უფრო რთული, ვიდრე ყველაფერი, რაც მან აკეთა ადრე. ის უნდა ყოფილიყო მზად იმისთვის, რომ გაეღო მსხვერპლი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო კიდევ უფრო დიდი, ვიდრე ყველაფერი, რაც მან გაიღო ადრე. და ის იყო მზად. რადგან ეს იყო მისი ბედი, იყოს ადამიანი, რომელიც იღებდა რთულ გადაწყვეტილებებს რთულ დროში. იყოს ადამიანი, რომელიც ატარებდა პასუხისმგებლობას სხვების ცხოვრებისთვის. იყოს სტალინის კაცის საქართველოში, არა იმიტომ, რომ ეს იყო მისი არჩევანი, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო მისი ვალდებულება. ვალდებულება, რომელიც მას ჰქონდა არა მხოლოდ სტალინის, არამედ ასევე საკუთარი ხალხის წინაშე. ომი მოდიოდა. და კანდიდ ჩარკვიანი იყო მზად მისი შესახვედრად. მაგრამ რა ფასად მოვიდოდა ეს მზაობა? რამდენი ადამიანის ცხოვრება უნდა შეწირულიყო იმისთვის, რომ საქართველო გადარჩენოდა? და იყო თუ არა ის ნამდვილად მზად იმ არჩევანებისთვის, რომლებიც მას ელოდა?